ვართ ეკადრებუაძე, მანდატური სამსახურის საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატური სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი ვარ ფსიქოსოციალური და ინკლუზიური განათლების მიმართულებაზე. ჩვენ გვაქვს ციკლი ვებინარების, ჩავატარეთ არაერთი ვებინარი. დღეს არის მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული დღეა. დღევანდელი დღე და შეხვედრა ეთმობა მულტიდისციპლინურ მიდგომას, სადაც ვისაუბრებთ ჩვენი სამსახურის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა მიმართულებას გაგაცნობთ და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ მიმართულებას აქვს სკოლების, მოსწავლეების, მშობლების, პროფესიონალების წინაშე. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა მოიცავს 4 პრეზენტაციას. ეს არის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ზოგადად გაგაცნობთ სამსახურის საქმიანობას, ეხება ასევე მანდატურის და მოსწავლეების უსაფრთხოებას, ეხება ფსიქოლოგიურ მომსახურებას, სოციალურ მუშაობას სკოლებში და ასევე ინკლუზიურ განათლებას. რაც 4-ვე ეს მიმართულება აერთიანებს ჩვენ საქმიანობას და რომელიც მიგვაჩნია, რომ ეს 4-ვე მიმართულება არის განსაზღვრული ბავშვის კეთილდღეობაზე სკოლაში, ჯანსაღი გარემო შექმნაზე, მხარდაჭერაზე, როგორც მოსწავლეების, ასევე სკოლების, მასწავლებლების, იმისთვის, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შესაბამის ჯანსაღ გარემოში ისწავლონ, განვითარდნენ და მიიღონ, ასე ვთქვათ, ცოდნა და ურთიერთობები, ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ. დღევანდელ, ასე ვთქვათ, შეხვედრაზე 4-ვე მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც აღვნიშნეთ, ვისაუბრებთ უსაფრთხოებაზე, რომელიც გულისხმობს თემში ფიზიკური ძალადობისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემო შექმნას, ფსიქოლოგიის მიმართულებით, ფსიქოლოგის როლი მოსწავლის ფსიქოსოჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით, თუ რა სერვისებს ახორციელებს და სთავაზობს მოსწავლეებს, ამაზე გვექნება ყურადღება გამახვილებული სოციალური მუშაობა, რომელიც ჩვენ სისტემაში არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული მიმართულება. უფრო დეტალურად ვისაუბრეთ, რა როლი აქვს სოციალურ მუშაკს სკოლაში და ზოგადად სოციალურ მუშაობას განათლების სისტემაში და ბოლოს შევეხებით ინკლუზიურ განათლებას და ვისაუბრებთ სწორედ იმ სერვისებზე, იმ არსებულ მოდელზე, რომელსაც დღეს ჩვენი სამსახური, რომლის გარშემოც მუშაობს და რომლის განვითარებაზეც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ასევე მინდა აღვნიშნო ის მიმართულებები, რომლის გარშემოც საქმიანობთ, ეს არის პირველ რიგში ესენი არიან მოსწავლეები, მშობლები თუ კანონიერი წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უშუალოდ თემი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე, სასკოლო ცხოვრებაზე და ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებზე. ჩვენი, ასე ვთქვათ, ვებინარი იქნება ინტერაქციული. მე ვეცდები, რომ შეკითხვები დაუსვა ჩვენს, ასე ვთქვათ, სტუმრებს, ვინც არიან ფასილიტატორები დღევანდელი შეხვედრით, ადამიანები, რომლებიც პრეზენტაციას წარმოგიდგენენ, ესენი არიან სალომე მეტრეველი, რომელიც წარმოგიდგენს პრეზენტაციას სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სალომე კაკაბაძე ისაუბრებს ფსიქოლოგიის მიმართულებაზე, ნათია მაჭარაშვილი ისაუბრებს სოციალურ მუშაობაზე, ხოლო ბაია კუბლაშვილი მოგვიყვება, ასე ვთქვათ, ინკლუზიური განათლების შესახებ, მოგვაწვდის უფრო დეტალურ ინფორმაციას. ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი ვებინარი, როგორც აღვნიშნეთ, 4 მიმართულებას შევეხებით და პირველ რიგში ჩვენს ვებინარს დაიწყებს სალომე მეტრეველი, რომელიც მოგვიყვება და აგვიხსნის თუ რა როლი აქვს მანდატურს და რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო უსაფრთხოება მოსწავლეებისთვის. სალომე, გისმენთ. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. დღეს მე ვისაუბრებ მანდატურის როლზე სკოლაში და დავიწყებ ზოგადად მანდატურის მიზნებთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. მსმენელებს ინფორმაციის სახით მინდა მევუთხრა, რომ მანდატურის სამსახური 2010 წელს შევიდა სკოლებში და ჩვენი მიზანია
რომ შეიძლება უსაფრთხო ძალადობისგან თავისუფალი და ჰარმონიული გარემო, სადაც მოსწავლეებისთვის ყოველდღურად მისვლა იქნება მხოლოდ დადებით ემოციებთან დაკავშირებული. თუ შეიძლება შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ თუ დამეხმარებით ქალბატონო ეკა. ინფორმაციის სახით ასევე მე მინდა მსმენელებს ვუთხრა, რომ დღესდღეობით მანდატური სამსახური ქვეყნის მასშტაბით შესული არის 720 საჯარო სკოლასა და 2 კერძო სკოლაში, ასევე ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დღესდღეობით ამ დროისთვის 1826 მანდატური არის განაწილებული სკოლებში საქართველოს მასშტაბით. მე მინდა ვისაუბრო მანდატურის ფუნქცია დავიწყებ ფუნქცია მოვალეებზე საუბარს. აუცილებლად უნდა ვისაუბრო, რა გზას გადის კანდიდატი, სანამ ის გახდება მანდატური. შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ თუ შეიძლება. სანამ კანდიდატი გახდება მანდატური, იგი გადის ორთვიან მოსამზადებელ კურსს შინაგანა საქმე და სამინისტროს აკადემიაში. აღნიშნული ორთვიანი კურსის განმავლობაში კანდიდატები სწავლობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს და თემებს, მათ შორის ბავშვის განვითარების თავისებურებებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ასევე სწავლობენ ძალადობის ნიშნების ამოცნობას და სწავლობენ ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. მხოლოდ მას შემდეგ კანდიდატი წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, იგი ინიშნება მანდატურად და ნაწილდება სკოლაში. თუმცა ამით არ თავდება ყველაფერი, მანდატურის სამსახური მუდმივად ცნობს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და გაძლიერებაზე. აქედან გამომდინარე შიდა და გარე რესურსების დახმარებით მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებში, მაგალითად კრიმინალური იდეოლოგიის გავლენის შემცირების კომპონენტში, მოზარდ ანტისოციალურ ქცევასა და სუბკულტურაში, ძალადობაში, დისკრიმინაციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებ მე, როდესაც პრევენციის საკითხებს შევეხები. ასევე მანდატურების გადამზადება ხდება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებში და ხდება ასევე სპეციალურად მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამის მიხედვით მანდატურების გადამზადება, ასევე ტარდება ტრენერთა ტრენინგი. შემდეგ სლაიდზე რომ გადავიდეთ თუ შეიძლება. ახლა უკვე მინდა შევეხო მე მანდატურის ფუნქცია მოვალეობებს და დავიწყებ ძალადობის და დესტრუქციულ ქცევის ფსიქოემოციური პრობლემების პირველად იდენტიფიცირებაზე საუბარს. მანდატურის საქმიანობა მოგეხსენებათ არის უაღრესად საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი, ემოციური, ასევე ძალიან პოზიტიური. მანდატურები მუდმივად აკვირდებიან მოსწავლეებს სასკოლო სივრცეში. თუ მაგალითად მათ გამოავლინეს მოსწავლე, რომელსაც აქვს შეცვლილი ხასიათი, ბუნება განწყობა, მაგალითად შეიცვალა მისი დამოკიდებულება თანაკლასელების მიმართ ან თანასკოლელების მიმართ. მანდატურები მათ აკვირდებიან, ესაუბრებიან მშობელს და სთავაზობენ მოსწავლის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში გადამისამართებას და მშობლის თანხმობის შემდეგ ხდება რეფერირება, სადაც ჩვენი სამსახურის კვალიფიციური სპეციალისტები მოსწავლეებს უწევენ დახმარებას და მხარდაჭერას. ასევე მინდა გითხრათ, რომ არის ხოლმე შემთხვევები სკოლებში, როდესაც მანდატურები გამოავლენენ ხოლმე მაგალითად წესით აკრძალულ ნივთს, დანაშაულის სხვა ნივთს. ესეთ შემთხვევებში თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსწავლეს აქვს ნახსენები აკრძალული ნივთი, მანდატური უფლებამოსილია, რომ მოსწავლეს ჩაუტაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ეს საკითხი მშობლებსაც აინტერესებთ ხოლმე და აქედან გამომდინარე ყურადღებას გავამახვილებ სწორედ აი ამ პროცედურებზე. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ტარდება მეტალურ დეტექტორის მეშვეობით, ყოველგვარი შეხების გარეშე მოსწავლესზე და ასევე მის ნივთზე, მაგალითად ჩანთაზე. მოსწავლეს განემარტება თუ რის საფუძველზე უტარდება და რა პროცედურა უტარდება და უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ტარდება სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით, იზოლირებულად, პირობითად თუ რაიმე ფაქტში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობს, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად უტარდება აღნიშნული პროცედურა. პროცედურის შემდეგ ხდება კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება და დგება შესაბამისი ოქმი, ანუ უკონტაქტო ზედაპირული ასევე შეიძლება საჭირო გახდეს მოსწავლის განცალკევება. იმ შემთხვევაში მაგალითად თუ მოსწავლემ უარი განაცხადა აკრძალული ნივთის გადაცემაზე, ან საერთოდ უარი თქვა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების ჩატარებაზე, ან იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება გარშემოყოფების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ესეთ შემთხვევაში მანდატური უფლებამოსილია, რომ უსაფრთხო გარემოში, ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მოხდინოს მოსწავლის განცალკევება.
შევება, ხდება ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება და ასევე შეიძლება ამ შემთხვევაში სულ ერთეული შემთხვევები ყოფილა მანდატური სამსახურში, შეიძლება მანდატურს დასჭირდეს ფიზიკური ძალის გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ მიღება უკვე საკმარისი არ არის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ვეღარ ახერხებს მანდატური. ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსწავლეს მოუწოდებს მანდატური, რომ გამოიყენებს ფიზიკურ ძალას, აძლევს გონივრულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყუნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარშემოყოფების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. და გამოყენებული ფიზიკური ძალა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღემატებოდეს არსებულ საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც ხდება, რა თქმა უნდა, ინფორმირება კანონიერი წარმომადგენლის და ხდება მანდატური სამსახურის ინფორმირება. ასევე მე მინდა შევეხო კრიზისულ სიტუაციას. სალომე, თუ შეიძლება რახან ჩვენი ვებინარი ინტერაქციის ეფუძნება და გვექნება დიალოგი, მე უბრალოდ რაღაცა ცოტა მსმენელისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, რომ მე მინდა დავანახოთ ჩვენ მსმენელებს მანდატურის როლი. თქვენ რაც მოყევით, ეს არის კრიზისული სიტუაციის დროს მართვა როგორ ხდება. აი მე როგორც მშობელს და მსმენელსაც რო აუხსნათ, რა როლი აქვს? აი ჩემი შვილი როგორ იქნება დაცული მანდატურის მიერ სკოლაში? მისი უსაფრთხოება როგორ იქნება? როდესაც ყოველდღიური ცხოვრება მიმდინარეობს და არ არის კრიზისული სიტუაცია, რომელიც გამონაკლისია სკოლებში, როდესაც ხდება ესეთი კრიზისული შემთხვევები. უფრო რო აუხსნათ ჩვენ მსმენელს და მშობლები არიან, დარწმუნებული ვარ 99%, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი შვილები სკოლებში მიდიან, რა როლი აქვს მანდატურს, რომ მათი შვილები იყვნენ დაცულები, შესვენებაზე გაკვეთილის პროცესის მიმდინარეობისას, რომ აი თქვენ როგორც ყოფილი მანდატური და ველზე გაქვთ გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის, მშობლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის, აი ამაზე რომ გავაკეთოთ, უფრო მეტი ყურადღება რომ გავამახვილოთ. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის, ქალბატონო ეკა. მანდატურები საგაკვეთილო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე იმყოფებიან სკოლაში და დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოსწავლეების უსაფრთხოებას. დაწყებული ეს მოსწავლების შედინებით სკოლაში და დამთავრებული საგაკვეთილო პროცესის დასრულებით, როდესაც ასევე უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხო გათდინებას სკოლიდან. სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში, აი კამერებსაც შევეხები, მაშინ მე ვიდეო სამთავრობო კამერებს, გარდა იმისა, რომ მანდატურები უშუალოდ შიდა და გარე პერიმეტრზე გარე პერიმეტრის დათვალიერებას ახდენენ საგაკვეთილო პროცესის დროს, ასევე იმ სკოლებში, სადაც მანდატური სამსახური არის შესული, 90%-ში მაინც სკოლების აღჭურვილი არის ვიდეო სამთავრობო კამერებით, რომელთა კონტროლიც მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში საგაკვეთილო პროცესის დროს. ასევე დათვალიერება ხდება ხოლმე არადისტანციური კონტროლი ხდება იმ ადგილების, რომლებიც არ სირდება კამერა. მაგალითად, თუ კამერასთან ყოფნა მანდატურმა შენიშნა რაიმე საეჭვო ვთქვათ გარემოება, ან თავშეყრა, ან უცხო პირის შემოსვლა სკოლაში. ამ შემთხვევაში ის მეწყვილეს რაცის მეშვეობით ატყობინებს ფაქტის შესახებ და მანდატური, რომელიც იმყოფება სკოლის ტერიტორიაზე, პერიმეტრზე, მიდის იმ ადგილზე, რომელთან დაკავშირებითაც კამერასთან ყოფნა მანდატურმა გადასცა ინფორმაცია. ასევე მე უცხო პირები ვახსენე, უცხო პირებს არ აქვს სკოლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, თუ მაგალითად მანდატურმა დააფიქსირა უცხო პირი, რომელიც შემოვიდა სკოლაში, იგი მოუწოდებს აღნიშნულ პირს დატოვოს კრიტერიუმის შესახებ ატყობინებს სკოლის დირექციას. სწორედ ნახეთ, აი მე რაზეც ვსაუბრობდი, ეს ყველაფერი ემსახურება მოსწავლეთა უსაფრთხოებას სკოლაში. ყოველდღურად არის განსხვავებული ხომ შემთხვევების მხრივ. სწორედ მანდატურები არიან ის ადამიანები, რომლებიც პირველად იდენტიფიცირებას ახდენენ ხოლმე, თუმცა შეიძლება ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ან მოსწავლის მიერ, ან პედაგოგის მიერ, სკოლის თანამშრომლის მიერ, ან მშობლის მიერ. როგორც კი მანდატური შეიტყოს ფაქტის შესახებ, იწყებს მოკვლევას, ესაუბრება
ყველა პირს ვისაც შემხებლობა აქვს კონკრეტულ ფაქტთან, მე უგულისხმობ მოსწავლეს, ვთქვათ, კლასელებს, დამრიგებელს, მშობელთან ხდება გასაუბრება, რომ ყველა მხრიდან მიიღოს მანდატურმა ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე დგას ფედით ნაბიჯს და საქმის კურსში აყენებს იმ სამსახურებს, რომლებიც ჩართული არიან მოსწავლეთა ზრუნვაში. ეს შეიძლება იყოს ჩვენი სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, ასევე შეიძლება სამართალდამცავი უწყების ჩართულობა მოხდეს, აი მე უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე რომ საუბრობდი, თუ მაგალითად დანაშაულის ნიშნის შემცველი ნივთის ამოღება მოხდა და დაფიქსირება მოხდა, სამართალდამცავი უწყება ერთვება ამ შემთხვევაში და ასევე ძალადობის ხმარკლი ბავშვის დაფიქსირება და გამოვლენა თუ მოხდა, მანდატური იწყებს მოკლევას ამ შემთხვევაშიც და საქმის კურსში თავს უნის სააგენტოს. პრევენციის მიზნით, აი მე რაზეც ვსაუბრობდი, მე შევეხე რეაგირების ნაწილს ძირითადად, თუმცა ჩვენი სამსახური პრევენციის მიმართულებითაც მუშაობს. მე ვახსენე მანდატურების გადამზადება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებში. ჩვენი თანამშრომლები, აი თუ შეიძლება შემდეგ სლაიდზე რომ გადავიდეთ, ქალბატონო ეკა. ჩვენი თანამშრომლები, მანდატურები, რომლებიც არიან გადამზადებულები, ატარებენ შეხვედრებს მოსწავლეებთან მუდმივად ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის მაგალითად ბულინგი, ძალადობა, დისკრიმინაცია, ასევე ადრეული ქორწინება, ბავშვის უფლებები. მანდატური სამსახური ასევე ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, მაგალითად ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თანასწორობის კვირვებთან დაკავშირებით, მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგები, ამის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან პოსტერებს, ეწყობა გამოფენები და ასევე ტარდება ინტელექტუალური თამაში თანასწორობის თემაზე ვირჩევ თანასწორობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი სამსახური ორიენტირებული არის არა მხოლოდ რეაგირებაზე, არამედ პრევენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და სწორედ აი ამ მიმართულებით იქმნება ქმედითი ნაბიჯები. სალამი, ძალიან დიდი. არა, უბრალოდ ერთი ესეთი კითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ და აი ბოლო ნაწილი მიეძღვნა აი ამ იდენტიფიცირებას და მერე ინტერვენციას, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი ალბათ გვექნება კარგი გადასვლა იმასთან დაკავშირებით, რომ იდენტიფიცირების შემდეგ რა პროცესები მიმდინარეობს, როდესაც დაინახავს მანდატური, როდესაც მოსწავლეს აქ გარკვეული გამოწვევა ან გარკვეული ფაქტია, რომელსაც სჭირდება თვალყურის დევნა და ამასთან დაკავშირებით ერთი მიმართულება, რაც მანდატურის პასუხისმგებლობა, ეს არის არაფორმალური განათლების კუთხით მოსწავლეებისთვის გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. ეს იქნება სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თუ ასე შემდეგ. და აი ამ კუთხით, ვთქვათ, რა შედეგები გვაქვს თქვენი გამოცდილება, რას გვეუბნება, რომ ეს დამოკიდებულება ერთია, რომ დავინახე, მეორე არის, როდესაც მე რეაგირებას ვახდებ ფაქტზე, ოღონდ პოზიტიურ რეაგირებას და ეს არ არის პირიქით და არა სადამჟელო, არამედ პოზიტიურ ღონისძიებაში ვგულისხმობ იმას, რომ როგორ ვგეგმავ, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ის ფაქტი, რომელიც მე დავინახე, დავეხმარო ამის მოგვარებაში. და თქვენ კარგად აღნიშნეთ ის ღონისძიებები, რომელსაც მანდატური სკოლის, ასე ვთქვათ, წიაღში ახორციელებს თითოეული მოსწავლის მხარდასაჭერად. ქალბატონო, თქვენ როგორც აღნიშნეთ, მანდატური სამსახური არ არის ორიენტირებული დასჯაზე, პირიქით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და აი მე ვახსენე საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც გარდა მოსწავლეებისა ტარდება ასევე სკოლის წარმომადგენლებთან და მშობლებთანაც და ჩვენ ვესაუბრებთ მანდატური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით და მინდა მე მიუბრუნდე მოსწავლეებთან ჩატარებულ საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრები ტარდება არა მონოლოგის რეჟიმში, ანუ მხოლოდ ტრენერი კი არ საუბრობს, არამედ ერთვებიან თავად მოსწავლეები. თავად არიან ჩართული ამ პროცესში, თავად მსჯელობენ, იღებენ ინფორმაციას თუ რა არის მაგალითად ძალადობა, რა არის ბულინგი, რატომ არის ვთქვათ ბულინგი ცუდი, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ბულინგმა, ხო? თავად მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ ჩვენ შესაბამის სიტუაციაში, ვის შეიძლება მივმართოთ, ვინ შეიძლება დაგვიდგეს გვერდში და სწავლობენ ასევე არა მხოლოდ იმას, რომ დაიცვან საკუთარი თავი,
უამრავი, არამედ დაიცვან გარშემომყოფები და ისინი ხვდებიან, რომ ისინი არიან პასუხისმგებლები გარშემომყოფებზეც და მათი თითოეული როლი ძალიან დიდი არის, მაგალითად ისინი არიან შემსწრები რაიმე შემთხვევის, მათ აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ისინი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, სწორედ ისინი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან თავიანთ თანატორს, თანაკლასელი იქნება თუ თანასკოლელი იქნება. ანუ ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს შეტყობინების ნაწილზე და მოსწავლეები სწავლობენ თუ რატომ უნდა მიმართონ ზრდასრულ ადამიანს, სანდო ადამიანს, ვისაც ისინი ენდობიან და არა თქვა თანატორს, გამომდინარე იქიდან, რომ თანატორმა შეიძლება მას გარკვეული რჩევა მისცეს, მაგრამ მოზარდ შეიძლება არ ქონდეს ის ინფორმაცია და ცოდნა თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შესაბამის სიტუაციაში. აი ეს შეხვედრები გვეხმარება სწორედ და მოსწავლეებამდე მივიტანოთ ჩვენ სწორი ინფორმაცია და საინტერესო ფორმით რაც მთავარია. ძალიან დიდი მადლობა სალომე და ამას რაღაცა ესეთი კარგი გადასვლა ექნება, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ ერთის მხრივ, რომ მანდატურის მიერ მოხდება იდენტიფიცირება გარკვეული საჭიროებების, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნე, ერთი არის რომ დავინახე, მეორე არის მე რა ნაბიჯი გადავდგი მხარდაჭერისთვის, ხო? ამისთვის არსებობს მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი და თუ რას გულისხმობს ეს სერვისი, რა ტიპის მხარდაჭერას აღმოუჩენს მოსწავლეებს და არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მშობლებსაც, სკოლის ადმინისტრაციასაც, ამასთან დაკავშირებით ჩვენი, ასე ვთქვათ, ცენტრის ხელმძღვანელი სალომე ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე ისაუბრებს. ისმენთ სალომე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიხარია, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა რაღაცნაირად გავაზიაროთ ჩვენი სამსახურის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახორციელებს ჩვენი სამსახური. როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა, მე გახლავართ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე, პროფესიით ფსიქოლოგი და პირველ რიგში მინდა რომ აი რაღაცა პატარა ისტორიული შესავალი ძალიან მოკლე გავაკეთო ცენტრის შესახებ, სანამ უშუალოდ ფსიქოლოგიურ მიმართულებაზე გადავალ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უფრო დეტალურად გაგაცნობთ ფსიქოლოგიური მუშაობის პროცესს ჩვენს ცენტრში. ჩვენი ცენტრი, ანუ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს 2013 წლიდან. თავიდან რა თქმა უნდა იყო უფრო ასე ვთქვათ მცირე მასშტაბის, თუმცა აი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ვთქვათ პროფესიონალი გუნდის მიერ ძალიან დიდი განვითარება ჰპოვა და რა თქმა უნდა დღესაც ვთქვათ საჭიროებების გვაქვს გამოწვევების, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან გაიზარდა და მომართვიანობაც ძალიან გაიზარდა ჩვენი ასე ვთქვათ შრომის და მუშაობის ხარისხიც და უფრო მეტად მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური გავხდით რა თქმა უნდა. 2019 წლიდან შემოგვიერთდა ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, სოციალური მუშაობის მიმართულება და აი აქ ახლა სლაიდზე თქვენ რასაც ხედავთ, აქ უკვე წარმოდგენილი არის ეს ჩვენი გუნდი, ასე ვთქვათ, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის გუნდი, რომლითაც ვართ წარმოდგენილები. როგორც ხედავთ, სლაიდზე აღნიშნულია, რომ ესე იგი ჩვენ გვაქვს ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ცენტრი, აქედან 2 არის თბილისში და დანარჩენი უკვე ასე ვთქვათ დიდ ქალაქებში, რეგიონებში, სადაც უშუალოდ ვუწევთ მომსახურებას 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, მოსწავლეებს, ანუ როგორც ხედავთ, აი ამ ცენტრებში მთელი ასე ვთქვათ საქართველოს განფენილობით 59 ფსიქოლოგი უწევს მომსახურებას ბენეფიციარებს და ასევე გვყავს 2 ფსიქიატრი, ერთი თბილისის ცენტრში, ხოლო მეორე ქუთაისის ცენტრში. ეს ფსიქიატრები, რა თქმა უნდა, არიან ბავშვთა მიმართულებით. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, საქართველოს მასშტაბით 105 სოციალური მუშაკი გვყავს და ისინი წარმოდგენილები არიან 91 საჯარო სკოლაში და
ასევე გვყავს სოციალური მუშაობის მიმართულებით 6 რეგიონული კოორდინატორი, რომლებიც აი რეგიონების მიხედვით უწევენ კოორდინაციას იმ პროცესს, რასაც უშუალოდ სასკოლო სივრცეში ახორციელებენ ჩვენი ცენტრის სოციალური მუშაკები. როგორც გითხარით, თუ შეიძლება შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ და ვიტყვი, რომ ესე იგი ეს ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს ცენტრში, ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულება და სოციალური მუშაობის მიმართულება, თუმცა დღეს მე მხდარწილად რომ ვისაუბრო ერთ-ერთ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ მიმართულებაზე, რომელსაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს 2013 წლიდან დღემდე და დღეს ვისაუბრებ ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებაზე. ზოგადად მინდოდა მე თქვა, რომ ვფიქრობდი, სანამ თქვათ დავიწყებდით, რომ რა რისი მოტანა მინდოდა თქვენამდე, ვფიქრობ, რომ ეს სერვისი, რასაც ჩვენ მთლიანად ცენტრი გავწევთ, ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებულია იმ მხრივ, რომ ფაქტიურად ეს არის ერთადერთი სერვისი სახელმწიფოში, რომელიც ნებისმიერ მოსწავლეს და მის კანონიერ წარმომადგენელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღოს უფასო პირველ რიგში და ამავდროულად მაღალკვალიფიციური სერვისი. კარგით, გადავალ მაშინ ახლა ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებაზე და აი როგორც სალომემ წინა მოხსენებაში აღნიშნა, ასე ვთქვათ, შემთხვევის იდენტიფიცირება ძირითადად შეიძლება მოხდეს ვთქვათ სასკოლო გარემოში, ანუ სკოლის სივრცეში, ან შეიძლება ვთქვათ თვითონ ადამიანი იყოს მომმართველი ჩვენი ცენტრისთვის. და აი აქ ზუსტად სლაიდზე ჩაშლილი არის, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ჩვენთან ცენტრში ბენეფიციარი, ანუ მოსწავლე რა ფორმით ხდება. სხვადასხვა გზა არსებობს, რა თქმა უნდა. პირველი ეს არის და უმთავრესი ეს არის სკოლიდან გადმომისამართებული შემთხვევები, ეგრეთ წოდებული რეფერალი, როგორც აქ წერია, რომლის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მანდატური, რომელიც ავსებს შესაბამის ფორმას, ასე ვთქვათ, კითხვარის ფორმა არის, სადაც აისახება ბავშვის მონაცემები და ის ძირითადი, ვთქვათ, კატეგორიები და ის ძირითადი სირთულეები, რაც აღენიშნება ბავშვს და ეს უკვე თავს იყრის ჩვენი ცენტრის ელექტრონულ ბაზაში და აი ამის შემდეგ უკვე იწყება მომსახურების მიწოდება. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანდატურებთან ერთად, სადაც ვართ წარმოდგენილები სოციალური მუშაობის მიმართულებით სკოლებში, სოციალური მუშაკებიც, რა თქმა უნდა, არიან ასეთი შემთხვევების, ისეთ საყურადღებო ან სარისკო შემთხვევების მაიდენტიფიცირებლები და შესაბამისად ისინიც ამისამართებენ ჩვენთან ცენტრში. როგორც თავიანთი, ვთქვათ, მუშაობის მიმართულებით, ასევე შეიძლება, ვთქვათ, სხვა სერვისი სჭირდებოდეს და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მომსახურებაში ჩართოს. თუ შეიძლება დავუბრუნდეთ უკანა სლაიდს, იმიტომ რომ მინდა რომ აი ტრიაჟზეც ვთქვა ორი სიტყვით. თუ ძალიან გამიგრძელდება ეკა, ესა მიმანიშნეთ, რომ შევამოკლო, ხო? ეხლა ეს რაც შეეხება ტრიაჟის სისტემას, სანამ ამაზე გადავალ, არ მithქვავს ეს გამომრჩა ახლა რომ გადავხტით და გადმოვხტით. არ მithქვავს რომ ესე იგი ნებისმიერ მოქალაქეს, ოღონდ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ჩვენი ცენტრის ცხელხაზე დარეკოს და ვთქვათ ჩაეწეროს მომსახურების მისაღებად. ასევე გვაქვს ეს ბიფრენდი რომ არის მითითებული, ეს არის მანდატური სამსახურის ცალკე ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც ჩასაწერად მოგმართოს, ასევე შესაძლებელია ანონიმურად გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ჩატის ფუნქცია და კონსულტაციის ფუნქცია და შესაბამისად ესე ონლაინ რეჟიმში გაეციოს სხვადასხვა ტიპის კონსულტირება და ასევე მომმართველი შეიძლება იყოს, რაც ძალიან ხშირია ხოლმე ჩვენ შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო უწყებები. ამ სხვა უწყებებში იგულისხმება ძირითადად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და ასევე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი.
აი ამ ორი ცენტრიდან ძალიან ისე აქტიურად თანამშრომლობთ ორივე ცენტრთან და გვაქვს ხშირი მომართვა როგორც მათგან, ასევე ჩვენც მათთან ასე ვთქვათ თანამშრომლობთ. ტრიაჟის სისტემაზე სალომე, ჩაგეკითხებით ერთ კითხვას დაგისვამთ, რომ მსმენელისთვის უფრო გასაგები იყოს. ეს ერთი გასაგებია, რომ ვიშეულია, რომ ჩვენ ცენტრს მომართოს მხარდაჭერისთვის, მაგრამ რა შემთხვევებში არის შესაძლებელი, რომ მოითხოვოს მშობელმა, მოსწავლემ თუ სკოლამ ფსიქოლოგიური მომსახურება? ესეც რო უთხრათ ჩვენ მსმენელს. კი ბატონო, ანუ ჩვენ ზოგადად ვიტყვი მაშინ და შემდეგ ცოტა უფრო მეტად ჩავშლი, ხო? ანუ რა შემთხვევები შემოდის ჩვენთან, როგორი ტიპის შემთხვევები და იმასაც ვიტყვი, ვთქვათ, რა შეიძლება სცილდებოდეს ჩვენი ცენტრის კომპეტენციას. პირველ რიგში ესე ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის ემოციური სირთულეების და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ასე ვთქვათ, სპეციალისტი. ახლა ტრიაჟზე ვიტყვი ზუსტად ორ სიტყვას და შემდეგ უკვე ჩავშალოთ, ვთქვათ, რა იგულისხმება ამ ქცევით და ემოციურ სირთულეებში, ხო? ტრიაჟის სისტემა ეს სამსახურის მიერ შემუშავდა, ასე ვთქვათ, ეს სისტემა, რაც ოღონდ რა თქმა უნდა ეს არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტიდან შემუშავებული სისტემა და ეს გულისხმობს ცენტრში შემოსული შემთხვევების კატეგორიზაციას. კატეგორიზაციაში იგულისხმება ის, რომ ალბათ მეტნაკლებად ყველამ იცით, ვინც ესწრებით ახლა ჩვენს ვებინარს, რომ ჩვენს ცენტრში არის ძალიან დიდი მომართვიანობა და შესაბამისად ის სპეციალისტების რაოდენობა, ვთქვათ, ვინც ყავს, თითქოს არა ვართ ცოტანი, მაგრამ იმდენად დიდია მომართვიანობა, რომ აი ამ მომართვიანობის უფრო ეფექტურად განსაზღვრისთვის და უფრო ეფექტური მუშაობის წარმართვისთვის შევიმუშავეთ ეს. და რას გულისხმობს, ხო, ეს ტრიაჟის სისტემა გულისხმობს აი ესეთი კატეგორიზაციას კრიზისული, ვთქვათ, ესეთი საყურადღებო და სარისკო შემთხვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისად სპეციალისტის ეს იქნება, ვთქვათ, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი თუ სოციალური მუშაკი, უფრო ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად და ის სწორად განსაზღვრას, ხო? და ეს ტრიაჟის სისტემაში მოიაზრება ინსტრუმენტი, რომელთაც ხელმძღვანელობს სპეციალისტი, ასევე გადამზადებაც გვქონდა ჩვენ სპეციალისტები, ვინც უშუალოდ მოემზადნენ აი ამ ასე ვთქვათ, ფილტრისთვის და შემდეგ უკვე დაიწყო განხორციელება. აქ არის ჩამოწერილი კატეგორიები, ნუ ესეც ალბათ შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, როდესაც ვთქვათ, ენიჭება A კატეგორია, ეს არის კრიზისი, B არის დროული რეაგირება და C, როდესაც შემთხვევას მოწდა შეუძლია. და ახლა აი შემდეგზე თუ გადავალთ, უკვე უშუალოდ ჩაშლილად გეტყვით, რა შემთხვევები შემოდის ჩვენთან და ვთქვათ, რა შეიძლება იყოს, ალბათ ესეც საინტერესოა, ხო? როგორი შემთხვევა შეიძლება მოხდეს მაგალითად A კატეგორიაში, ანუ აი რა შეიძლება იყოს კრიზისული შემთხვევა. აი აქ არის ის ძირითადი სფეროები ჩამოთვლილი, რა ვისაც ვუწევთ მომსახურებას და ვინც შედის ჩვენი ცენტრის კომპეტენციაში. ეს შეიძლება იყოს ემოციური დისრეგულაცია, შფოთვა და შიშის დარღვევები, ხელი აიწია ვიღაცამ, დეპრესიული გუნებგანწყობა და თვითდამაზიანებელი ფიქრები და ქცევა. რაც ამწუხაროდ ხშირია ასეთი მომართვები, ტრავმისშემდგომი მდგომარეობები არის ასევე ჩვენი კომპეტენცია, სოციალური ქცევის სირთულეები, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ მდგომარეობებთან, იმიტომ რომ აი ცოტა მოგვიანებით ჩვენი ცენტრის სოციალური მუშაობის მიმართულებით წარმომადგენელი უფრო დეტალურად ისაუბრებს, ვთქვათ, აი ამ სოციალური ქცევის მიმართულებით სირთულეებზე, თუმცა თუ ეს დაკავშირებულია ემოციურ მდგომარეობებთან, რა თქმა უნდა, ესეც უკვე, ვთქვათ, ფსიქოლოგიური მიმართულების კომპეტენციაა და ასევე სოციალური ადაპტაციის სირთულეები, რომელიც უკვე არის სკოლის კომპეტენციის მიღმა. ანუ, როდესაც ეს სირთულეები სოციალური ადაპტაციის მოსწავლეს უშლის უკვე ყოველდღიურ, ვთქვათ, ჯანსაღ ფუნქციონირებაში ხელს.
აი ამ შემთხვევაშიც ესეც ასე ვთქვათ კომბინაციაში შეიძლება იყოს ეს რამდენიმე ეს არის ზოგადი სფეროები, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, უფრო სალომე, სანამ შემდეგ სლაიდზე გადავალთ, რა ხან ხელის აწევის არაერთი, ასე ვთქვათ, დავინახე, რომ კითხვის დასმის სურვილი აქვთ ჩვენს მონაწილეებს. მე გთხოვდით, რომ მოიწეროთ თქვენი შეკითხვა, იმიტომ რომ ცოტა რთულია სამართავად, როდესაც ბევრი ადამიანი ესწრება და უამრავ ადამიანს აქვს სურვილი კითხვა დაუსვას. ამიტომ გთხოვთ, რომ მოიწეროთ, მე თქვენს დასმულ კითხვას გავაჟღერებ და ჩვენი ცენტრის, ასე ვთქვათ, თანამშრომლები, ჩვენი პროფესიონალები იპასუხებენ შეკითხვას, რომელსაც თქვენ დასვამთ. ასე რომ გთხოვთ, რომ მოიწეროთ კითხვა და მე გავაჟღერებ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას. მადლობა. გადავიდეთ მაშინ შემდეგზე. და აი ესეც მთავარი სათქმელი ახლა ჩვენ შევეცადეთ, რომ ანუ მაქსიმალურად ვთქვათ მთავარი ანუ ღერძი რაც არის, ვთქვათ, რაზეც დგას ცენტრი, ეს გადმოგვეცა თქვენთვის. თუმცა ამის მიღმაც არის ძალიან ბევრი, ვთქვათ, დამატებითი, ვთქვათ, მიმართულება და ასე შემდეგ, რასაც ალბათ სამომავლოდ უშუალოდ დაეთმობა, ხო? თითოეულ, ვთქვათ, საკითხს ცალკე ვებინარის დრო. ნახეთ ეს ფსიქოლოგიური მომსახურების ფორმა როგორი არის ჩვენთან, ხო? ესე იგი, ჩვენთან მოსწავლეს შეუძლია და მის კანონიერ წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ეს არის კომბინაციაში და ცალკე მხოლოდ მოსწავლე არ განიხილება. რა თქმა უნდა, მშობელთანაც აქტიურად მუშაობენ ჩვენი სპეციალისტები და ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური კონსულტირება და თერაპიული პროცესი მოსწავლისთვის და ასევე ჯგუფური თერაპია. ეს რაც შეეხება უშუალოდ მოსწავლეებს. ჯგუფური თერაპიის ფარგლებში, ხო? გვაქვს სხვადასხვა ტიპის მოდულები, სხვადასხვა, ვთქვათ, საჭიროებაზე, სხვადასხვა სირთულეზე მორგებული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მოდულები, რასაც აქტიურად იყენებს მუდმივად ცენტრი და ასე ვთქვათ, სულ მიმდინარეა ხოლმე ეს ჯგუფური თერაპიული სესიები. თუმცა სასრული და მე ისევ განახლებადი. ხო, რაც შეეხება მშობლებთან მუშაობის მიმართულებას, როგორც გითხარით და აღვნიშნე, მშობელთან სპეციალისტი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ისედაც მუშაობს და მოსწავლესთან მიმართებით, ვთქვათ, რა საჭიროებებით ვლინდება, მასთან ინდივიდუალურ კონსულტირებას გადის. თუმცა ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, რომ ცენტრში დაინერგა აი ეს მშობელთა უწყვეტი ფსიქოკონსულტირების ჯგუფური შეხვედრები, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ყველავთ ახვდებით, რომ ზოგადად აი ამ ფსიქოგანათლებას და მშობელთა ფსიქოკონსულტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ღირებულია ეს თითოეული ბენეფიციარის მშობლისთვის. შესაბამისად, ეს არის რომ წარმოიდგინოთ უწყვეტი პროცესი, უწყვეტი ჯგუფია, როდესაც მშობელს, ნებისმიერ მშობელს, ჩვენთან შემოსული ბენეფიციარის მშობელს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს აი ამ უწყვეტი მშობელთა კონსულტირების ჯგუფის პროცესში, ნებისმიერ ეტაპზე. ანუ ამ ჯგუფს არ აქვს დასასრული, სულ არის მიმდინარე ყოველკვირეულად, კვირაში ერთი დღე ტარდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ამაზეც, ვთქვათ, ცალკეც იდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს გვერდზე ინფორმაცია და თუ დაინტერესდებით და სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, ვთქვათ, მოგწეროთ. და რაც შეეხება მშობელთა ფსიქოგანათლების ჯგუფს, ეს უფრო განსხვავებული ჯგუფი არის. ეს არის განსაზღვრული ჯგუფი, 10 შეხვედრისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც ეთმობა კლასიკურად მშობელთა ფსიქოგანათლების საკითხს. ანუ ყოველი დღე, ანუ ესეც კვირაში ერთი დღე ტარდება, ყოველი შეხვედრა მოიცავს
სხვადასხვა თემას, რა თქმა უნდა, ბავშვთან და შვილთან დაკავშირებულ საკითხს და ასევე დატვირთული არის პრაქტიკული სავარჯიშოებით შეხვედრაზევე და მშობლებს ეძლებათ ხოლმე ეგრეთ წოდებული საშინაო დავალებები შემდეგი შეხვედრისთვის, რომ ასე ვთქვათ, ის თეორიული ცოდნა, ვთქვათ, რასაც იღებს მშობელი აი ამ კონკრეტულ შეხვედრაზე, შემდეგ უკვე პრაქტიკაში საკუთარი შვილთან ურთიერთობის პროცესში გადაიტანოს და გაიუმჯობესოს ის უნარები და რაღაცნაირად უფრო ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს საკუთარ შვილთან. ხო, რა ვიცი, ეს იყო ძალიან ზოგადად, ვთქვათ, ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებაზე, რაც შემეძლო რომ მე თქვა. თუ რამე კითხვა არის, შემიძლია ვთქვათ, უფრო დეტალურად ჩავიდეთ სიღრმეებში და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. ერთ ასე ვთქვათ კომენტარს გავაკეთებდი სალომე ძალიან დეტალურად აღწერეთ რომ ვთქვათ ხდება მოსწავლის ინდივიდუალური თერაპია ხდება ჯგუფური თერაპია ასევე მშობლების მხარდამჭერი სერვისები არსებობს რაც ძალიან ეხმარება ასე ვთქვათ მოსწავლეს ბავშვს მოდი ვთქვათ როგორც ვთქვათ თერაპიის პროცესში და სახლის ასე ვთქვათ გარემოში მისი ქცევის ასე ვთქვათ უფრო მეტად პოზიტიურად გამტკიცებაში, მაგრამ ასევე ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს კონსულტაციის ნაწილიც სკოლებთან ურთიერთობა, სადაც ვიძლევდით რეკომენდაციებს, რომ ის ვთქვათ წრედი შეიკრას, როდესაც მოსწავლე იღებს გარკვეულ მხარდაჭერას, მის მხარდაჭერა იყოს არა მარტო ცენტრში, არამედ ოჯახში და ასევე სკოლაში, იმისთვის, რომ ის ერთის მხრივ გარემო შეიცვალოს მოსწავლისთვის და პოზიტიური გარემო შეიქმნას და ის გამოწვევები რაც ხელს უშლის მას ინტეგრაციაში, სასწავლო პროცესში, ეფექტიან ჩართულობაში თუ ასე შემდეგ, ქცევის მოწესრიგებაში, მოსწავლე თანაკლასელებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ, აი ეს ვთქვათ გამოწვევა მოწესრიგდეს იმ შემთხვევაში არა მარტო ვთქვათ ცენტრში ფსიქოლოგთან ურთიერთობის დროს, არამედ ეს იყოს გრძელვადიან ამ პერსპექტივაში ასახული როგორც სკოლის გარემოში, ასევე ოჯახის და სახლის გარემოში. ქალბატონო ეკა, ბარემ მაშინ ერთად დავამატებ თქვენს კომენტარზე, რომ რაც არ აღმინიშნავს და ესეც ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც ვთქვით ცენტრში ვთქვათ სხვადასხვა სპეციალისტი, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი გვყავს, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქიატრი და ეს მინდოდა მე თქვა, რომ ზუსტად აი ამ თქვენს კომენტარს უკავშირდება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მულტიგუნდურად ვიმუშაოთ, ხო, როდესაც ბავშვის საჭიროება დგას როგორც ვთქვათ ფსიქოლოგის ჩართვის, ასევე სოციალური მუშაკის თუ ფსიქიატრის ჩართვის. შესაბამისად, ეს იმას გულისხმობს, რომ როგორც ვთქვათ, სკოლასთან და თვითონ ბავშვთან დაკავშირებული ჩართული, ასე ვთქვათ, სუბიექტი, ვინც არის, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, კლასის დამრიგებელი, ან საგნის მასწავლებელი, მანდატური, სკოლის დირექცია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, იმიტომ რომ მხოლოდ ვთქვათ, ასე ლოკალურად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რომ მოგვარდეს პრობლემა, ხო? და ის სირთულე, რაც ვთქვათ, ბავშვს გააჩნია სხვადასხვა გარემოში. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ნამდვილად, რომ დროულად და ეფექტურად ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ როგორც ერთმანეთთან მულტიგუნდურად, ასევე თვითონ ბავშვთან დაკავშირებულ იმ ადამიანებთან, რომელიც შეუწყობს მის კეთილდღეობას და უკეთესად ყოფნას ხელს. ეს მინდოდა მეთქვა. სალომე, ძალიან დიდი მადლობა. აქვე ორ შეკითხვაზე, ნაწილზე ალბათ მეც გავცემ პასუხს. ბარი იმაზე, რომ როდის დაგეგმავთ სკოლის ფსიქოლოგების გადამზადებას, ერთი შეკითხვა, რახან ფსიქოლოგიას ეხება, აქვე ვიტყვით, რომ ასე ვთქვათ, განათლების სისტემას არ აქვს ასე ცალსახად აღიარებული, რომ სკოლის ფსიქოლოგები არ შეუყვანია სკოლებში. არსებობს როგორც მაგალითად შეიყვანა გაჩნდა სისტემაში სპეციალური მასწავლებელი, ისე როგორც სისტემაში გაჩნდა განათლების სოციალური
მუშაკი, ხო? ესე სასკოლო ფსიქოლოგი არ გაჩენილა ჯერ, ამისთვის ვემზადებით და ემზადება სისტემა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაჩნდეს სკოლის ფსიქოლოგი. თუმცა შეკითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, სკოლებს ნამდვილად ყავთ ფსიქოლოგები, ისინი ასე ვთქვათ, კონკურსის წესით არჩევენ სკოლები იმისთვის, რომ სკოლაში მოხდეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თუნდაც ზოგადად სკოლის მხარდაჭერა ერთის მხრივ და გვაქვს შემთხვევები, როდესაც ყავთ სკოლებს ფსიქოლოგები, რომლებიც მხარს უჭერენ იმ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. თუმცა აი ამ ნაწილში უკვე ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი დაგვრჩა. მე აქ გავჩერდებით ამაზე პასუხს ბაია კუბლაშვილი ისაუბრებს, როდესაც ინკლუზიურ განათლებას შეეხება, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, მაგრამ მეორე შეკითხვა, რაზეც არის საუბარი, სწორედ რომ ზოგადად თუ შეგიფასებიათ, რომ სკოლა რა გამოწვევების წინაშე დგას, სწორედ აი კარგი შეკითხვა, აი ამაზე საპასუხოდ გვაქვს უკვე შემდეგი ეტაპი, როდესაც ნათია გვესაუბრება სკოლებში განათლების სოციალური მუშაკის როლზე. და სწორედ აი შეფასებაზე და იდენტიფიცირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს დროული როგორც აღნიშნა სალომემ, არა მარტო მანდატურები ახდენენ იდენტიფიცირება საჭიროებების, არამედ განათლების სოციალურ მუშაკებს უდიდესი როლი აქვს, რომლებიც ასე ვთქვათ სწავლობენ სასკოლო გარემოს და უკვე ცოტა სხვა კუთხით ასე ვთქვათ ხდება მონაცემების შეგროვება და თუ როგორ ხდება მონაცემების შეგროვება და ინტერვენცია და რა არის განათლების სოციალური მუშაკის როლი განათლების სისტემაში, ამაზე ნათია ასე ვთქვათ გაშლის და მოგზაურობა. ისმის ხომ ჩემი ხო? ძალიან დიდი მადლობა ამდენი მონაწილე ყავს ამ თემით დაინტერესებისთვის და ამ ვებინარზე დარეგისტრირებისთვის. მე შევეცდები რომ მოკლედ მოგითხრათ, მოგიამბოთ მოკლედ იმის შესახებ თუ რას ვახორციელებთ სკოლაში. მე პროფესიით სოციალური მუშაკი ვარ. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ველზე მუშაობის და ახლა ამ ეტაპზე ხელმძღვანელობ სოციალური მუშაობის მიმართულებით მენეჯერი ვარ. სალომემ ჩვენმა ხელმძღვანელმა ასევე თავის სლაიდში გიჩვენათ თუ რამდენი ამ ეტაპზე რამდენი სკოლაში ვარ წარმოდგენილი და რამდენი სოციალური მუშაკით, თუმცა მე უფრო ყურადღებას გავამახვილებ და ამაზე არ შევჩერდები, ყურადღებას გავამახვილებ სოციალური მუშაკის როლზე, ერთის მხრივ როგორც სასკოლო გარემოს უსაფრთხო სასკოლო გარემოს, უსაფრთხო ფსიქოსოციალური სასკოლო გარემოს ფორმირების პროცესში რა როლი გვაქვს და ასევე გავამახვილებ ყურადღებას როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრები რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოთ მოსწავლეების კეთილდღეობა სასკოლო სივრცეში, ხო? მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მისია და მიზანი სკოლაში მუშაობის გახლავთ სკოლის, ოჯახის, თემის, ურთიერთდაკავშირების გზით, მოსწავლების მაქსიმალური ჩართულობით და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფით და ასევე გარემოზე ზემოქმედების გზით, იმისათვის რომ გავხადოთ გარემო უფრო ჯანსაღი სასკოლო გარემო, ამ გზით ვცდილობთ რომ მოსწავლეთა სასკოლო აკადემიური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ, დავეხმაროთ სისტემას, რომ გაუმჯობესდეს ეს შესაძლებლობები, ბავშვებს უხაროდეთ სკოლაში მოსვლა, მათთვის გარემო იყოს მეგობრული, მხარდამჭერი და ამისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი სპეციალისტის კონკრეტულ მოსწავლეზე მუშაობა არ არის ხოლმე საკმარისი და საჭიროა როგორც უშუალოდ მოსწავლესთან მუშაობა, ასევე მის ოჯახთან, იმ თემთან, სადაც ცხოვრობს და საიდანაც მოდის ამ ფსიქოსოციალური, თქვათ, მდგომარეობით მოსწავლე და ასევე თვითონ საკლასო სასკოლო სივრცეში არსებული თქვათ იმ კულტურის გაჯანსაღების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი როლი. განსაკუთრებით გარდა იმისა, რომ ზოგადად მუშაობთ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობის ფარგლებში ყურადღებას ვამახვილებთ იმ მოსწავლეებზეც, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ სოციალური მუშაკის მომსახურება. და ამაში ვგულისხმობ არა მხოლოდ კრიზისულ შემთხვევებს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც თქვათ ისეთი გარემოებები ან ისეთი თქვათ
ცხოვრებისეული გზა, ისეთი საგულისხმო ფაქტორები აქვს მოსწავლეს და მის ოჯახს, რომელიც შესაბამისი, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის და შესაბამისი მომსახურების გაწევის, ესე იგი, გაწევა თუ კი არ მოხდა, ამ შემთხვევაში ძალიან რთულ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამიტომ აი ესეთ საკითხებზე განსაკუთრებით რასაკვირველია ვამახვილებთ ყურადღებას და ასევე უზრუნველყოფთ იმას, რომ მაქსიმალური ჩართულობა, თანაბარი ჩართულობა იყოს მოსწავლეების და სოციალური ინტეგრაცია სწორედ ამას გულისხმობს და ასევე თუნდაც ბავშვები, რომლებიც თქვათ სკოლის მიღმა არიან, თქვათ დარჩენილები საგაკვეთილო პროცესებს ვერ ესწრებიან ან თქვათ უგროვდებათ იმდენი გაწმენდა, რომ შეიძლება დადგეს სტატუსის შეჩერების რისკი, ამ მოსწავლეებთანაც აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ სასკოლო გარემოში. ხშირად აქაც მარტო თქვა უშუალოდ მოსწავლესთან მუშაობა არ არის ხოლმე საკმარისი და ხშირად არის ხოლმე რომ მიზეზები თქვა რის გამოც დგება ბავშვი თუნდაც მოსწავლის სტატუსის შეჩერების რისკის წინაშე მომდინარეობს თვითონ სასკოლო სივრცისგან და ამიტომ აი ესე კომპლექსური მუშაობა არის ხოლმე საჭირო ამისთვის. ბარემ აქვე კითხვასაც რომ გავხსე პასუხი თქვენ რაც გააჟღერეთ სწავლობთ თუ არა თქვა სკოლების საჭიროებს. რასაკვირველია პირველი ესე ვთქვა დღიდანაც შედის სოციალური მუშაკი განაწილებული ყავს სხვადასხვა საჯარო სკოლაში. მხოლოდ საჯარო სკოლებს ვემსახურებით, რასაკვირველია და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და პირველი რასაც ვაკეთებთ ეს გახლავთ ის რომ შევისწავლოთ ის სასკოლო კულტურა, რა სასკოლო კულტურაც არსებობს ამ მოსწავლებისთვის, ასევე შევისწავლოთ თითოეული მოსწავლის ესე რომ ვთქვათ საჭიროებები, გვაქვს ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც ჩვენ მივდივართ ყველა მოსწავლის საჭიროება რომ იყოს ჩვენთვის გაზიარებული, იმიტომ რომ ეს პროცესი თვითონ ამ საჭიროებების შესწავლის რა თქმა უნდა სკოლასთან უშუალო თანამშრომლობით მიმდინარეობს, სკოლის მიერ ხდება ინფორმაციის გაზიარება კონკრეტულ მოსწავლეებთან ყველა ასე ვთქვათ დამრიგებელთან ერთად ხდება ამ დოკუმენტის შევსება და შესაბამისად ყველა მოსწავლეზე დგება ეს დოკუმენტი, რომელიც გამოკვეთს იმ საჭიროებებს, სწორედ რაც ვთქვათ სჭირდება რა მომსახურებებით შეიძლება შესაბამისად მე შევთავაზოთ ამ მოსწავლეს და რა თქმა უნდა ეგ სხვადასხვა ტიპის საჭიროებები არის გადაუდებელი, საჭიროებები რომლებიც დაკვირვებას ვთქვათ საჭიროებს და უფრო მეტად თვალის მიდევნებას სჭირდება, არის საჭიროებები რომლებიც მხოლოდ მოსწავლის საჭიროებებთან არ არის დაკავშირებული და იქ თქვა თემის ან ოჯახის საჭიროებები მომდინარეობს, ხო? ამისთვის ვცდილობთ რომ აი პირველი ასე რომ ვთქვათ ყოველწლიურად ესე რომ ვთქვათ ანუ ეს რადგანაც თვითონ ფაქტორები დინამიურია და მუდმივად იცვლება ბავშვის ცხოვრებაში, იყოს დანახული შესწავლილი ჩვენი სამსახურის მიერ და ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ რომ შემდგომში ამის შედეგად ჩვენ ვიწყებთ უკვე უშუალო მუშაობას ბავშვებთან ინდივიდუალურ დონეზე. თუმცა თუ კი არ იკვეთება ხოლმე ინდივიდუალური შემთხვევები, ზოგად სურათის დანახვაში ვეხმარებით ასევე დამრიგებელს, რომ თვითონ კლასში არსებული სიტუაცია განზოგადებულად დაინახოს და ის ძირითადი ასე რომ ვთქვათ მიმართულებები გამოყოს, რაც ვთქვათ წლის განმავლობაში მან უნდა გაამახვილოს ყურადღება და ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი ჩართულობით უზრუნველყოს რომ ეს ვთქვათ ზოგადად კლასის კლიმატი გაუმჯობესდეს, ხო? ჩვენი მუშაობს შეგვიძლიათ გადავხოთ სხვა სანამ გადავალთ სლაიდზე თუ შეიძლება ესეთ თვალს დაგისვათ. ნადია, თქვენ ახსენეთ, რომ სოციალური მუშაკის როლი სკოლაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, როდესაც სოციალური მუშაკი შედის, არსებობს აი ესე გამეორდებით მტკიცებულებასთან დაფუძნებული კითხვარი, რომელსაც ავსწრებს ყველა მოსწავლეზე სადამრიგებელი. და სოციალურ მუშაკს აქ ინფორმაცია თითოეულ მოსწავლესთან მიმართებით თუ რა გამოწვევის წინაშე დგას მოსწავლე. ან არ დგას, ან არ ჭირდება არანაირი ინტერვენცია. ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა არის შემდეგი, რომ ინდივიდუალურ მუშაობასთან ერთად შეიძლება რომ ჩვენ მსმენელს ვთხრათ, რომ სოციალური მუშაკები როლი
არის ასევე ზოგადად სკოლებში ინფორმაციის გაზიარება და ცოდნის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება, არ ვიცი, სოციალური ფაქტორები, ეს იქნება ქცევა, თემები არის მრავალფეროვანი, რაღაცა ჯანსაღი მოქალაქეობა და ასე შემდეგ, ხო? თუ შეიძლება რომ აი განვაზოგადოთ, ერთი არის რომ მე მოვახდინე იდენტიფიცირება და ვიწყებ ჩარევას, როგორ დავეხმარო მოსწავლეს და რატო არის ჩვენი ვებინარი მულტიდისციპლინური. ანუ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი არის რომ იდენტიფიცირებას ახდენს მანდატური, იდენტიფიცირებას ახდენს სკოლაში არსებული სოციალური მუშაკი და გადამისამართება ცენტრში შესაძლებელია ორივემ მოახდინოს, როგორც მანდატურმა, ასევე სოციალურმა მუშაკმა და თავისთავად გარედან ნებისმიერ მოქალაქეს, მშობელს, თვითონ მოსწავლემ მოახდინოს საჭიროებაზე თხოვნა, რომ რეაგირება ცენტრმა მოახდინოს. მაგრამ ეს არის უშუალოდ ინდივიდუალური მუშაობა, მაგრამ ორი სიტყვით ისიც ვთქვათ, რომ როგორც მანდატურების ესეთი აქტივობებს გეგმავენ სკოლაში, ღონისძიებები აქვთ საჯარო, რომ ცნობიერება ამაღლდეს და აი ამ ნაწილშიც სოციალური მუშაკის როლიც რო დავანახოთ თუ შეიძლება. მაისმის კი, აი ხო ისმის არის მოდა. კი, ისმის. დასაკვირველია, გარდა ინდივიდუალური მუშაობისა, სკოლის სოციალური მუშაკის სამუშაო არეალი შეიძლება ყველა მსმენელმა არ იცის, და ამიტომაც ვაჟღერებ, არის სკოლა, სხვა ოფისი და სამუშაო სივრცე სოციალურ მუშაკს არ აქვს. ანუ რეალურად ადგილზე უწევს მომსახურება და მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსწავლე ბენეფიციარი კი არ მიდის სოციალურ მუშაკთან, არამედ თვითონ სოციალური მუშაკი მუშაობს იმ სივრცეში, სადაც ესე იგი განათლებას იღებენ მოსწავლეები. შესაბამისად, სკოლაში არსებულ ყველა საჭიროებას გარდა ინდივიდუალური შეფასებისა და გარდა ინდივიდუალური მუშაობისა, რა თქმა უნდა, ხშირია და თქვათ სხვადასხვა მიმართულებით უწევთ სოციალურ მუშაკებს მუშაობა და სხვადასხვა მიმართულებით პრიორიტეტული მიმართულებები, რაც არის ჩვენი მუშაობის შემდეგ სლაიდზე, მაგ თუ შეიძლება რომ გადახვიდეთ, რა თქმა უნდა, მუშაობთ, ხო? რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის, როგორც პრევენციაზე ვმუშაობთ, ასევე რეაგირებაზე, იდენტიფიცირებაზე და ასევე სამდუნიან, ესე რომ ვთქვათ, ჩარევას ვახორციელებთ. პირველი დონე ეს გახლავთ, როცა ჩვენ ყველა მოსწავლეს, ესე რომ ვთქვათ, პრევენციულად, ყველა მოსწავლემდე მივდივართ, რაც აღნიშნეთ, ავახსენეს მოწყობილობის განსაზღვრელი ინდიკატორი სწორედ ეს არის. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური მუშაობის საჭიროებას კლასთან, სკოლასთან, მასწავლებლებთან და ასე შემდეგ. აი ესე მაქვს ზუსტად გამიჯნული ამ სლაიდზეც, რომ მოსწავლე, რომელსაც აქვს გარკვეული სირთულეები, რომელიც მომდინარეობს თემის, სკოლასა და ოჯახს შორის ურთიერთობებიდან გამოწვეული არის ასევე ოჯახურ გარემოში არსებული სირთულეები, სხვადასხვა მიმართულებით სირთულეები თვითონ სკოლაში, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გარკვეულ მომსახურებებთან მიმართებით, მომსახურების მიღების ნაწილშიც უწევთ აქვთ ხოლმე სირთულეები ოჯახებსაც და მოსწავლეებსაც. ეს არის ჩვენ ძირითადი მიმართულებები, ხო? გარდა ამისა და სხვა ნახეთ, როგორც ინდივიდუალურ ჩარევას, ანუ შემთხვევის მართვას ვახორციელებთ, ასევე სასკოლო ინტერვენციას, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებებიდან გამოვყოფ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ან დაბრუნების ხელშეწყობის მიმართულებას, ასევე სასკოლო თემის კონსულტირება ხდება, როგორც გაცდენებზე, ასევე სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ბულინგზე რეაგირება და მუშაობა, უფლებების ადვოკატირება, კრიზისული სიტუაციების მართვას არის ქცევების პრევენციის პროგრამას ვახორციელებთ ასევე აქტიურად სკოლებში და ცალკე გამოვყოფთ რასაკვირველია ჩვენი ჩარევები, სასკოლო ჩარევები, თითქმის ყველა ეფუძნება აღდგენით მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა ასე ვთქვათ, როდესაც ან კონფლიქტური სიტუაცია, ან რაღაც ბულინგის შემთხვევა, ან ასე შემდეგ ხდება მოსწავლეთა ვთქვათ ამ სიტუაციის გაცნობიერების ნაწილში ძალიან ეხმარება ეს მიდგომა იმისათვის, რომ მოხდეს მომხდარი
ინციდენტი იქნება ეს თუ ვთქვათ ფაქტის გაცნობიერება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის პროცესში გარკვეული პასუხისმგებლობების აღება როგორც სკოლის მხრიდან, ასევე მოსწავლის მხრიდან, ასევე და ამ პროცესს ფასილიტაციას და ასე ვთქვათ მართავს სწორედ სკოლის სოციალური მუშაკი, რომ აღდგენითი პროცესები სწორად წარიმართოს სკოლაში და ამ მიმართულებით ჩვენ სპეციალისტებიც მომზადებული ყავს ესე ვთქვათ ძალიან ისეთი კვალიფიციური სოციალური მუშაკები ყავს ამ მიმართულებით, რომლებიც ატარებენ რა თქმა უნდა აღდგენით წრეებს, პროაქტიულ წრეებს, ვეხმარებით ასევე მასწავლებლებსაც, რომ ეს წრეები პრაქტიკაში თვითონვე გამოიყენონ და ვთქვათ დანერგონ სკოლაში, იმიტომ რომ ჩვენ უკავშირებიდან ან მიღებული შედეგებიდან შემიძლია თამამად უკვე 2019 წლიდან ვართ სკოლებში და რაც მუშაობს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ეს არის, იმიტომ რომ არა დასჯაზე, არამედ კონფლიქტის აღმოფხვრაზე, ვთქვათ, უფრო მეტად პროცესების გაცნობიერებაზე მიმართული მიდგომაა და ნამდვილად ესეთი მხარდამჭერი არის მოსწავლეებისთვის, რომ გაიაზრონ და დაბრუნონ ის პირვანდელი სიტუაცია, რაც იყო კონფლიქტამდე თუნდაც, ხომ? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია, როგორც არის, ვთქვათ, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს ფორმირება, მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფის ნაწილში, ძალიან აქტიურად ვერთობით ვქმნით კლუბებს, მშობელთა კლუბებს, ასევე ხშირად და თითქმის ყველა სკოლაში ვიყენებთ კითხვარებს იმისაც, რომ განსაზღვროთ მოსწავლეთა მშობელთა საჭიროებები იმასთან მიმართებაში, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით სურთ, რომ დამატებით ინფორმაცია მიიღონ. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მულტიდისციპლინური გუნდი, იმიტომ რომ გუნდის წევრობა, იმიტომ რომ არის ხოლმე საკითხები, რომელიც სოციალური მუშაობის კომპეტენციას ცდება და ამ შემთხვევაში გვიწევს ხოლმე თუნდაც ინკლუზიის სამმართველოს, ინკლუზიის მხარდამჭერი მომსახურების სამმართველოს ჩართვა, ასევე ფსიქოლოგის მოწვევა, ფსიქიატრის მოწვევა, ზოგადად გარე სტუმრის მოწვევა ხოლმე, ხო? გარდა ამისა არის საკითხები, რომელიც უშუალოდ სოციალურ მუშაკებსაც მიყავთ. განსაკუთრებულად ბულინგზე სათანადო რეაგირების ნაწილში აქტიურად ვართ ჩართულები და ამ ნაწილში არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ სკოლებში, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტით ვართ წარმოდგენილი ბულინგზე რეაგირების სქემა, OVUS-ის მოდელი რაც არის, აი ამის დანერგვას ვცდილობთ აგერ უკვე 4 წელია და გარკვეული, ესე ვთქვათ, ნაბიჯები გვაქვს გადადგმული სკოლებს აქვთ გამოყოფილი ბულინგზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირი და ვთქვათ, ამ სქემის მიხედვით ვცდილობთ, რომ ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ეს გასცდენების შემცირებასთან, ბავშვების კეთილდღეობასთან სკოლაში და ასე შემდეგ, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის სარისკო ქცევების პრევენცია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით სოციალური მუშაკები რამდენიმე პროგრამას ნერგავთ და ვახორციელებთ სკოლაში. ეს გახლავთ ცხოვრებისეული უნარების განვითარება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, ვთქვათ, ასერტული ქცევის უნარების გამომუშავებაში, გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებაში, ასევე ვთქვათ, კომუნიკაციაში, კონფლიქტების მართვასა და სხვადასხვა ისეთ საკითხებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროცესში. იმისათვის, რომ თქვან არა ნაკლებად მოექცნენ თანატოლთა ზეგავლენის ქვეშ და დაიცვან თავი სარისკო ქცევებისგან, ასევე სარისკო ქცევების პრევენცია 13 წელს ზემოთ მოზარდებისთვის, რომელიც უკავშირდება მავნე ნივთიერების მოხმარების პრევენციას, თუმცა აქაც აქცენტს ვაკეთებთ აუცილებლად ცხოვრებისეულ უნარებზე, რომელიც პირდაპირ პასუხობს, ანუ სოფლიოში აღიარებული პრევენციაა ეს სწორედ, რომ განვუვითაროთ მოზარდებს ის უნარები, რომლებიც დაეხმარება სწორედ ესეთი ტიპის გამოწვევებთან, ესე რომ ვთქვათ, გამკლავებაში, ხო? და ასევე ვახორციელებთ რამდენიმე სკოლაში, ასევე პროგრამას ცოცხალი შესრულებით, რომელიც ასევე, ვთქვათ, სარისკო ქცევებს უკავშირდება. დიახ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შემთხვევებსაც ვმართავთ. მე მგონი მიმართულებებზე ვისაუბრეთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე მიმართულებად გამოვყოფდი ექსტრაკურიკულურ ღონისძიებებს ვეძახით. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც სასკოლო თემის შეჭიდულობას ხელს უწყობს, როგორც არის სხვადასხვა საერთაშორისო დღეების აღნიშვნა, თვითმმართველობის როლის გაძლიერება და წინწამოწევა და სკოლის საჭიროებებზე, ვთქვათ, საპასუხო პროექტების შექმნაში მხარდაჭერა
თუნდაც აი მაგალითად ქონდა ეგეთი გამოცდილება, რომ ჩვენი სოციალურ-მშაკის აქტიური ჩართულობით პროექტების წერა, სწავლა თვითმმართველობას და შემდეგ ამ თვითმმართველობამ რესურს ოთახისთვის მოიწია სახსრები, რომ რესურს ოთახი აღეჭრვა დამატებითი თქვა სხვადასხვა ნივთებით და ბავშვების ასე ვთქვათ საჭიროებებს მორგებოდნენ. ხო, და ასევე ცალკე გამოვყოფ სკოლების საჭიროებების შეფასებას, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ, სადაც ვართ, მხოლოდ იქ სოციალურ-მშობლის კომპონენტი წარმოქმნილი სხვადასხვა მიმართულებით, იმ მიმართულებებით, რასაც მოიცავს ჩვენი საქმიანობა, ხომ? და მუდმივად, ესე რომ ვთქვათ, პულსზე გვაქვს ხელი, რომ რა ვთქვათ, რა გაუმჯობეს და რა მიმართულება არის ახლა უფრო, ესე ვთქვათ, პრიორიტეტული, რა იმ ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე ვთქვათ, რაც სკოლებიდან მოდის, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ ვუპასუხოთ მუდმივად იმ საჭიროებას, რაც წლიდან წლამდე შეიძლება შეიცვალოს. ახლა ეს საჭიროება ვთქვათ, აი ამ წელს განსაკუთრებით არის ადრეული ქორწინების მიმართულებით გვიწევს, ახლა რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ, კიბერბულინგთან დაკავშირებით გვიწევს, რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ, მაგალითად ვიდრე წინა წლებში, ხო? აი ვთქვათ, აი ამ ანალიზს მუდმივად ყოველწლიურად ჩვენ ვახორციელებთ. რაც შეეხება სკოლის უსაფრთხოების ნაწილში, ვთქვათ, შემდეგ სლაიდზე რომ გადახვიდეთ, ანუ აქ მაქვს უბრალოდ ამოცანები და მიმართულებები, შემდეგ მიზნები და ამოცანები, რომელიც ვთქვათ არის, ესე ვთქვათ, პრიორიტეტული იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, ვუპასუხოთ სწორედ უსაფრთხო სკოლის კონცეფციას, ხომ? და ამ პროცესში ჩვენ მივიღოთ შესაბამისი მონაწილეობა. ნუ მიზნები რასაკვირველია, ხა არ გამმეორდები და არის კეთილდღეობის დაცვა, ეს არის სოციალური და ემოციური კეთილდღეობის დაცვა, სადაც ვიმსახურებით საბოლოო ჯამში, უსაფრთხო სკოლის ფორმირების, ვთქვათ, მხარდაჭერის ნაწილში აქ მნიშვნელოვანი არის, ვთქვათ, როგორც აღდგენითი მიდგომის დანერგვა, ასევე ბულინგის პრევენცია და აი ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენ სასკოლო, ვთქვათ, ფსიქოსოციალური უსაფრთხოების კომპონენტს ვფარავთ სკოლებში. თუ კითხვები იქნება, მეგონი ამით ამოვწორებ, შეიძლება გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ ძალიან ფართო არის, ბევრი მიმართულება, აქ თითოეულ მიმართულებაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ აღგენიცებ თქვი პრინციპში. მადლობა, ნათია. რამოდენიმე კითხვა გვაქვს, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ერთის მხრივ, რომ ადამიანს აინტერესებს თუ როგორ გახდეს სოციალური მუშაკი, რაც საინტერესოა და მოუყვეთ, რომ რა გზა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს სოციალური მუშაკი. ასევე კითხვა არის ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, რამდენად ხდება ინტერვენცია და რა დონის ჩარევას ახორციელებს ხარდაჭერას, რომ შემცირდეს ადრეული ქორწინების შემთხვევები. და მერე ბოლოს მე მექნება ერთი კითხვა და დაგიბრუნდებით თუ შეიძლება. ასევე ბოდიში ხელი აქვთ აწეული და თუ შეიძლება რომ მოგწეროთ კითხვა, მე გავაჟღერებ თქვენ შეკითხვას აუცილებლად თუ მოგწერთ, იმიტომ რომ ესე დიალოგის ფორმატში ცოტა გაგვიჭირდება ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. დღესდღეობით წამყვანი უნივერსიტეტები აძლევენ სტუდენტებს არჩევანის საშუალებას და სტუდენტების ირჩევენ სოციალური მუშაობის მიმართულებას, როგორც საბაკალავრო, ასე 2006 წლიდან არის ეს პროგრამები, ჯერ იყო სამაგისტრო პროგრამა, ახლა არის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ორ ძირითად წამყვან უნივერსიტეტში ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნი, სადაც ამ პროგრამების, თქვათ, ამ პროგრამებით დაუფლებით, მოკლედ შეძლებთ სოციალური მუშაობის მუშაკის კვალიფიკაციის მიღებას. სოციალურ მუშაობას აქვე აღნიშნა, რომ არეგულირებს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, სადაც, თქვათ, რომელიც ასევე, თქვათ, აძლევს საშუალებას ყველა საქმებულ პირებს, რომ გაიარონ სერტიფიცირების პროგრამა 2030 წლამდე და გახდნენ სოციალურ მუშაკები. ოღონდ სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 1 წელი.
წელი. შესაბამისად, თუ კი სისტემაში არის ხოლმე ჩარჩენილი, თქვა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს კვალიფიკაცია, მას აქვს ეს სხვა შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება როგორც სოციალური მუშაკის, რომ თქვა აი ეს სასერტიფიკატო პროგრამები სამწუხაროდ არ იძლევა და საბედნიეროთაც ალბათ არ იძლევა იმ ცოდნის, ღირებულებების და უნარჩვევების ესე რომ ვთქვათ, მიღების შესაძლებლობას, იმიტომ რომ მოკლევადიანი არის და ამიტომ ვთქვათ, ვერ გაუთანაბრდება რასაკვირველია 4+ კიდევ 2 წლის ესე რომ ვთქვათ, სწავლის ხარისხს, ხო ესე არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტების ახლა ვინც სოციოლოგთან კიდევ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ მუშაობა უწევთ ადამიანებთან და ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნით და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი მოემსახუროს, იმიტომ რომ ყოველთვის ვსვავ ხოლმე ესეთ კითხვას, რომ რამდენად გინდათ რომ თქვენ შვილს არაკვალიფიციური ექიმი მოემსახუროს, ხო, დაახლოებით იგივე არის აქ და ამიტომ ხას უსმევ მომეცნიერება როგორც პროფესიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სისტემაში ძალიან 99% არის აკადემიური და სისტემა ამას რასაკვირველია ჩვენი სამსახურიც უპირატესობას ანიჭებს რასაკვირველია და თქვათ უმეტესი ნაწილი ჩვენი სპეციალისტების არის აკადემიური ცოდნით სოციალური მუშაკები. რა თქმა უნდა ჩვენ სისტემაში პროფესიული თქვათ სოციალური მუშაკები აღჭურვილი არიან პროფესიული ზედამხედველობით და ხელი მიუწვდებათ პროფესიულ სუპერვიზიაზე და ასევე კოორდინატორები, რომლებიც კვალიფიკაციით ველზე მომუშავე სპეციალისტებზე მაღლა უნდა იდგნენ, ესეთი მოთხოვნაც გვაქვს. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, მეორე შეკითხვა შეეხებოდა ადრეულ ქორწინებას, დიახ. და აღვნიშნე კიდეც, რომ მომართვიანობა ამ მიმართულებით თქვათ გაიზარდა. რასაკვირველია, როგორც იდენტიფიცირების პროცესში, ასევე რეაგირების და ასევე პრევენციის პროცესშიც უდიდესი როლი აქვს, იმიტომ რომ რეალურად სკოლის თემს, ესე ვთქვათ, თემთან უშუალო მუშაობის პროცესში ჩართული პირები ვართ, ხომ ესე არის და რა თქმა უნდა, იდენტიფიცირების შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად შეტყობინება აუცილებელია, რომ გაკეთდეს როგორც შესაბამის ორგანოებში, როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, ასევე სკოლასთან და მანდატურთან თავისთავად ცხადია, რომ დროული რეაგირება მოვახდინოთ. შემდეგ რასაკვირველია მუშაობთ მოსწავლესთან, რომ დაუბრუნდეს და არ მოხდეს წვეტა საგანმანათლებლო სისტემასთან ამ მოსწავლის ჩარევა. სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება პრევენციულ მუშაობას, აქ არის პროგრამები, ვთქვათ, ადრეულ ქორწინებას მიმართულებით განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში, საიდანაც მეტი მომართვა გვაქვს ხოლმე, ვატარებთ ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს და ვთქვათ, დისკუსიებს, кейსებს განვიხილავთ მოზარდებთან, მოსწავლეებთან და ამ მიმართულებით, ვთქვათ, იმ შედეგებზე ვსაუბრობთ, რაც შეიძლება მოყვეს ადრეულ ქორწინებას განათლების წვეტასთან მიმართებაში ან ისე შემდეგ. რატია ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს არის სფერო, რომელსაც ჭირდება ცალკე ვებინარი და ცალკე, ასე ვთქვათ, შეგვიძლია დაუთმოთ ამ მიმართულებას დრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრს, ასე ვთქვათ, მიმართულებას ფარავს. შესაბამისად, გვიდებით, რომ სკოლის სოციალურ მუშაობაზე თან დაკავშირებით ცალკე ვებინარს გავაკეთებ, თუმცა ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, დრო არ გვაქვს, რომ ბევრი ვისაუბრო, სისტემაში არსებობს როგორც განათლების სოციალური მუშაკები, ასევე არსებობენ სხვადასხვა სფეროს სოციალური მუშაკები. დღეს საბედნიეროდ მუნიციპალურ დონეზეც არიან სოციალური მუშაკები, რომელიც ჩვენც ასევე გვეხმარებიან, თუ კი მათი ჩართულობა, ვთქვათ, თემში არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღნიშნო, როგორც შენ ასევე აღნიშნე და ხაზი მინდა გაუსვა, რახან ამას შევეხე. ეს არის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი სოციალური მუშაკები, რომლებიც კიდე განსხვავებულ, ასე ვთქვათ, საქმიანობას ეწევიან. არიან ასევე პენტენციურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები და მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. და კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მიხარია, რომ
ნელ-ნელა განათლების სისტემა ივსება იმ საჭირო სერვისებით, რაც მნიშვნელოვანია თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს. თუმცა აქ ერთი ისეთი საინტერესო შეკითხვაა, რომელიც ნათიას და სალომეს ალბათ ორივეს გეხებათ. აქ არის კითხვა იმაზე, რომ ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ მოსწავლეზე და აქცენტი გვაქვს მოსწავლის კეთილდღეობაზე, ფსიქოლოგიურ, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე, სერვისზე, როგორც ოჯახში და მშობლის მხარდაჭერაზე. თუმცა კითხვა არის ესეთი, რომ ჩვენ მუშაობთ თუ არა მასწავლებლების კეთილდღეობაზე და გარკვეულ სერვისს და მხარდაჭერას აღმოუჩენთ თუ არა მასწავლებელს და ამით მე დავასრულებ ამ ნაწილს და გადავალ მერე შემდეგ მომდევნო ბოლო მიმართულებაზე, რომელიც არის ინკლუზიური განათლება. ხო. ნათია, უპასუხებ. დიახ, უპასუხებ. რასაკვირველია, თქვათ, ამ მიმართულებით, როცა სკოლის სოციალურ მუშაობაზე ვსაუბრობ და აღვნიშნე კიდეც, რომ სკოლას ოჯახსა და თქვათ თემ შორის ურთიერთდამოკავშირებელი რგოლი ვართ ხო? და თქვათ მხარდაჭერის ნაწილში შეგვიძლია მხარდაჭერა და ვუწევთ მხარდაჭერას სხვადასხვა ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი არის რასაკვირველია ჩვენთვის მასწავლებლები, რომლებსაც მოსწავლეებთან უშუალო თქვათ ურთიერთობა აქვთ ყოველდღიური, ხო? ამ მიმართულებით როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებზე მართვის პროცესში აღმოჩენილ თქვათ საპასუხო რეაგირების ფარგლებში გვიწევს კონსულტირება მასწავლებელთა განსაკუთრებით თქვათ რთული ქცევის თქვათ მოსწავლეები როდესაც არიან ხო მათი თქვათ მათთან ურთიერთობა ჯანსაღი კომუნიკაცია როგორ დაამყარონ თქვათ ვეხმარებით მასწავლებლებს რომ აღიჭურონ ისეთი უნარებით როგორიც არის მაგალითად აღდგენითი წრეების ჩატარება რომ მათ შეძლონ თქვათ მოსწავლეებთან არაფორმალურ გარემოში თქვათ მათი საჭიროებების მოსმენა და ანახვა, იმიტომ რომ მართლა გქონია გამოცდილებაც რომ მასწავლებლებს ვთქვათ რომ აი მაგალითად აღდგენითი ან პროაქტიული წრეს ჩატარების შემდეგ რომ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა ჩემს მოსწავლეებზე და ეხლა სულ სხვანაირად დავინახე ისინი, როცა ამ პროცესში მიუღიათ ხოლმე მონაწილეობა, იმიტომ რომ ძირითადად მაინც აქცენტირებული ხომ არიან უფრო განათლების მიღება, მიწოდებაზე და უფრო საგაკვეთილო პროცესების მართვაზე და არა, თქვათ, სხვა კუთხით, თქვათ, ამ ნაწილში შეიძლება მხარდაჭერა დასჭირდეს ყველას არა რასაკვირველია, მაგრამ არის ხოლმე ხომ შემთხვევები. ასევე ჩვენ ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც სოციალური მუშაკის სკოლაში იყენებს ეს გახლავთ კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, როდესაც საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის რისკი არის ან კიდევ იშლება, თქვათ, იმიტომ რომ მოსწავლე ფსიქოსოციალური მდგომარეობით ისე მივიდა სკოლაში, რომ თქვათ რაღაც სულ მნიშვნელოვან რაღაცაზე შეიძლება აუცებ აფეთქდეს რაღაცა თქვათ ან დააზიანოს ან თქვათ მეორე მოსწავლეს თქვათ უყუროს ან ასე ან თვითონ ტირილი დაიწყოს თუნდაც აი თავის ემოციური მდგომარეობით გამომდინარე ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ შემთხვევაში და ვეხმარებით მასწავლებლებს რომ საგაკვეთილო პროცესი არ ჩაიშალოს მოსწავლესთან მუშაობთ უკვე ინდივიდუალურად და თქვათ აი მოსწავლე აღდგენილი ესე ვთქვათ გაწონასწორებული ისე ბრუნდება საგაკვეთილო პროცესს. ეს ძალიან მხარდამჭერი არის ხოლმე მასწავლებლებს. ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტრენინგებისა და ასევე ვთქვათ მოდულების შეთავაზების გზით ვახერხებთ ამ მხარდაჭერას. თუმცა პოდსასწავლო ცენტრი ჩვენ არა ვართ და ვთქვათ მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში არ გვაქვს ეს პრეტენზია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ნათია, ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ იმ დიალოგისთვის და ინფორმატიკის გაზიარებისთვის, თუმცა გვაქვს ასევე ერთ-ერთი ძალიან მსხვილი მიმართულება, რომელზეც უკვე წლებია სისტემამ პასუხისმგებლობა აიღო, ეს არის ინკლუზიური განათლება და ეს არის მიმართულება, რომელიც შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ჩემთვის სკოლა უნდა იყოს ინკლუზიური, იმიტომ რომ სისტემა უნდა იყოს ინკლუზიური, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ხარისხიან განათლებაზე ვიფიქროთ, ვიზრუნოთ, სწორედ ინკლუზიური განათლება ეს არის თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდი, ყველა ადამიანს აქვს თავისი განვითარების დონე, აქვს ემოციური, ქცევითი, ასე ვთქვათ, მართვის ინდივიდუალური პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად თუ გვინდა რომ აი ყველა ეს სერვისი
სერვისი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს არის მხარდამჭერი სერვისი, ერთია მე დავინახე, მაგრამ მეორე არის მე როგორ მოვედი შენთან, როგორ ვისაუბრე, რა სერვისი შემოგთავაზე, რა მხარდამჭერა აღმოგიჩინე იმისთვის, რომ გრძელვადი ამ პერსპექტივაში მისი როგორც აკადემიური, ემოციური, სოციალური სხვადასხვა უნარების განვითარება იყოს მხარდაჭერილი. არა მარტო ცენტრიდან, არამედ უშუალოდ სკოლის დონეზე. და სწორედ სოციალური მუშაობა ამას გულისხმობს, როდესაც უშუალოდ სოციალური მუშაკი არის სკოლის, ასე ვთქვათ, წიაღში ის ეხმარება სკოლას იმ უნარების განვითარებაში, რომელსაც უკვე იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მასწავლებელი. გაკვეთი ეს იქნება კლასის მართვა, ურთიერთობა, დანახვა, იდენტიფიცირება, ჩარევის, ასე ვთქვათ, სტრატეგიების განსაზღვრა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ისევ რომ დაუბრუნდეთ ინკლუზიურ განათლებას, განსხვავებული მხარდაჭერა ჭირდება, მოსწავლე არის ყველა მოსწავლე, მაგრამ მოსწავლეებს ჭირდება განსხვავებული, ასე ვთქვათ, მიდგომა, განსხვავებული კურიკულუმები, განსხვავებული რესურსების გამოყენება იმისთვის, რომ მათი ჩართულობა იყოს სრულფასოვანი სასწავლო პროცესში და ადამიანები და პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად უნდა თვალყურს ადევნებდნენ და იყვნენ მხარდამჭერელი თითოეული მოსწავლის და ბაია კუბლაშვილი მოგვიყვება ცენტრის როლზე, რა როლი აქცენტს ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შესავლისთვის და იმ ფაქტობრივად ღირებულებების აღნიშვნისთვის, რაზეც ინკლუზიური განათლება და ზოგადად განათლება დგას. ჩემი კოლეგები საუბრობდნენ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო სერვისებზე, რომლის ირგვლივად სამსახური ერთიანდება მოსწავლეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით და ჩვენი ცენტრი უკვე მეორე წელია აი ამ ზრუნვაზე ორიენტირებულ გარემოს შემოუერთ და აღინიშნა, რომ ინკლუზიური განათლება უკვე წლებია, პრიორიტეტია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და ჩვენი ცენტრის ფარგლებში უკვე მანდატური სამსახურის კუთხით მანდატური სამსახურის ქუდის ქვეშ ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ყველა მოსწავლის და რა თქმა უნდა მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესში ეფექტიან ჩართულობას, მათ კეთილდღეობას და ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელ გარემოშიც ყველა ბავშვი ავლენს თავის შესაძლებლობას და რომელი გარემოც პასუხობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებას. აღნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ინკლუზიურ განათლებაზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები და ის ყველა მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების, შესაძლებლობების და საჭიროებების აღიარებას გულისხმობს. ზოგადად ადამიანები ძალიან განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, სხვადასხვა ნიშნით და ბუნებრივია, რომ ბავშვები მოსწავლეებით ამ კუთხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თუმცა, როდესაც საუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე და აქ მოვიაზრებთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების აღიარებას, აქ რა თქმა უნდა გულისხმობთ იმას, რომ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ანუ ის მოსწავლეები, რომლებსაც სწავლაში აქვთ გარკვეული სირთულეები, რომელ სირთულეებთან გამკლავება დამატებითი მხარდაჭერის გარეშე შეიძლება გაურთოლდეთ განსაკუთრებულ ზრუნვას, განსაკუთრებული სხვა მრავალფეროვანი რესურსების და სერვისების შეთავაზებას საჭიროებენ. შესაბამისად, ჩვენი ცენტრის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური პერსპექტივის დანახვით, მათი მშობლების და თავად მათი ხმის გაგონებით, მათ განათლებაზე მისაწვდომობას და მისაწვდომობის ხარისხის ზრდას შევუწყოთ ხელი და ამ ყველაფერს ვახორციელებთ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების გაწევის გზით. მთავარი მომსახურება ჩვენი ცენტრის, რაც სკოლებისთვის და სასკოლო თემისთვის, ზოგადად მათ შორის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის და რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის არის განსაზღვრული, ეს არის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება. ჩვენი მომსახურება, რომელიც ცენტრის ფარგლებში ხორციელდება, არის მობილური მომსახურება, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ყველა რაიონსა თუ რეგიონში არის ხელმისაწვდომი ყველა იმ სკოლაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სადაც მსგავსი ტიპის საჭიროება შეიძლება დადგეს. ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი აერთიანებს 59 ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში არიან განაწილებულები და ისინი ახორციელებენ სწორედ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას. იქნება ეს სტატუსის დადასტურებასთან დაკავშირებული, სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებული, ან ნებისმიერი დამატებითი სერვისის განსაზღვრასთან დაკავშირებული. აი მაგალითად საუბრობდა ეკა, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სერვისი ან ფიზიკური გარემოს მოწყობა, ან საგანმანათლებლო შესაბამისი კონტექსტის შექმნა, ეს არის იმ ხარდამჭერი ადამიანების ჩართულობის უზრუნველყოფაც, რომლებმაც უნდა უპასუხონ მოსწავლეების საჭიროებებს, იქნებიან სპეციალური მასწავლებლები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული ფსიქოლოგები, ასისტენტები, მეტყველების სპეციალისტები თუ ასე შემდეგ. დამატებით სპეციალისტებისა, რომლებიც უკვე აღვნიშნეთ, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი ცენტრი ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში ეს არის სმენა, მხედველობა და კომუნიკაციის ენისა და მეტყველების დარღვევა, შესაბამისად თუ ამ დარღვევის მქონე ბავშვის საჭიროებს შეფასებას, შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს განსაზღვრის ან შესაბამისი სპეციალისტების განსაზღვრის მიზნით ჩვენი სპეციალისტების სპეციალიზირებული საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით ერთვებიან მომსახურების გაწევაში, იქნება ეს შეფასების პროცესი თუ კონსულტირების პროცესი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კონსულტირების პროცესი არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებს, ის ეხება მთლიანად სასკოლო საზოგადოებას. შეიძლება საკონსულტაციო მომსახურების მიღების საჭიროება ქონდეს მშობელს, შეიძლება ქონდეს მასწავლებელს, საგნის მასწავლებელს, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტს თუ სკოლის ადმინისტრაციის დირექციის წარმომადგენლებს. გარდა იმისა, რომ საკონსულტაციო მომსახურებაზე უშუალოდ სკოლაში ვიზიტით ან საწერი საშუალებებით, ანუ ელექტრონული პოსტით თუ ასე შემდეგ სხვა დოკუმენტური სისტემის გამოყენებით ვახდენთ ჩვენ შესაბამის მომსახურების გაწევას, ასევე ჩვენთანაც როგორც ყველა იმ ცენტრში, რაზეც აქამდე ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, ფუნქციონირებს ხელი ხაზი, რომელზეც ასევე ძალიან აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვალიანება ადამიანების იმ მიმართულებით, რა კუთხითაც მათ აქვთ ან წუხილი, ან ინტერესი, ან საჭიროება თუ ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ფაქტობრივად მომსახურებაა, რითიც განსხვავებული შესაძლებლობების და საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტერესების დაცვას უწყობთ ხელს, ეს არის ინტეგრირებული კლასების მომსახურება, რომელსაც მოგვიანებით კიდევ უფრო კონკრეტულად ჩავშლი, ამ კუთხითაც გვყავს შესაბამისი სპეციალისტები. ასევე გვყავს ქცევის კონსულტანტები, გამომდინარე იქედან, რომ შესაძლებელია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ისეთი მოსწავლეები სწავლობდნენ, რომელთა რთულ ქცევასთან გამკლავება სკოლა მისი რესურსით, მისი დასაქმებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების რესურსით ვერ ახერხებდეს. ასევე საკონსულტაციო მომსახურების მიღების ფარგლებში მას აქვს შესაძლებლობა, რომ მოგმართოს ქცევის კონსულტანტის ჩართვის მიზნით და შესაბამისად ის ადამიანი, რომელიც არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, უშუალოდ სკოლის გარემოში მოახდენს შეფასებას პირველ რიგში არასასრული რთული ქცევის და შემდგომ რეკომენდაციების შემუშავებას ბავშვთან დაკავშირებული თითოეული რგოლისთვის, იქნება ეს საგნის მასწავლებელი, სპეციალისტი, მშობელი თუ სხვა, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, სულ ვამბობ ხოლმე და განმეორდები, ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ვენ მოახერხებს ყველა იმ მხარდაჭერის გაწევას, განხორციელებას, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებული მუშაობა, პასუხისმგებლობების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა, რომ შესაბამისი შედეგები იყოს მიღწეული. ჩვენი ცენტრის მანდატზეც მინდა რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი მიმართულება, რასაც ვახორციელებთ, პრინციპი ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ეს გახლავთ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის განსაზღვრასთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ მოსწავლეს დაუდასტურდეს, მოეხსნას, ან რაღაცა გარკვეული დროის შემდგომ დადასტურებიდან კვლავ შეუნარჩუნდეს, ან განისაზღვროს მისი რელევანტურობა, ამისათვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს ჩვენს ცენტრში მომართვა, რათა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტმა მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს იდენტიფიცირება მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების და განსაზღვროს ის, გააგრძელებს ის სწავლას სასწავლო გარემოში დამატებითი მხარდაჭერის აღმოჩენის გარეშე, თუ სჭირდება ის სარგებელი, რაც სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას მოაქვს, იმიტომ რომ ეს სტატუსი ნამდვილად არის სარგებელი, ნამდვილად არის ორიენტირებული იმაზე, რომ
ბავშვებმა მიიღონ მათზე ორიენტირებული ხარდამჭერ გარემო, ჰქონდეთ ესეთი გარემო, მიიღონ შესაბამისი განათლება და სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ იმგვარად, რომ მათი პრიორიტეტები, საჭიროებები და შესაძლებლობები იყოს გათვალისწინებული. გარდა იმისა, რაც უკვე აღნიშნეთ, ეს არის საკონსულტაციო მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რომ ხელი შევუწყოთ მასწავლებლების, მშობლების და ზოგადად სასკოლო საზოგადოების წევრების ცნობიერების ამაღლებას და ფაქტობრივად არა მხოლოდ ჩვენი ცენტრის სამსახურის მიზანიც იკვეთება ამ პუნქტთან და დღევანდელი შეხვედრა ამის დადასტურებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ სხვადასხვა მეთოდოლოგიური რესურსები, რომლებიც ისევ და ისევ ინკლუზიური განათლების მიმართულებით სწავლების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს სკოლას და ხელს შეუწყობს იმ კუთხით, რომ მათ მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მოსწავლის ინტერესებს. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მსმენელები დღეს და მონაწილეები ძალიან განსხვავებულ აუდიტორიას წარმოადგენენ, ძალიან ბევრჯერ ვახსენე ტერმინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის ძირითად საქმიანობებზე ვსაუბრობთ, ალბათ აუცილებელია, რომ იმასაც შევეხოთ, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ეს სტატუსი და რა წინაპირობები შეიძლება იყოს განსაზღვრელი იმისა, რომ მოსწავლეს მიენიჭოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. ეკრანზე ახლა თქვენ ხედავთ იმ ძირითად ჩამონათვალს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება დაუდასტურდეს, უბრალოდ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ არც ერთი აქ მოცემული დებულება 100%-ით იმის წინაპირობა არ არის და იმის განსაზღვრის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ სტატუსი აუცილებლად ექნება მოსწავლეს, იმიტომ რომ მათ შორის სხვადასხვა მდგომარეობის იქნება ეს ფიზიკური შეზღუდვის, სენსორული დარღვევის, ან რაღაც სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ნამდვილად საჭიროა სტატუსი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის არსებობის მიუხედავად მოსწავლეს სწავლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეიძლება დამატებითი მხარდაჭერის, ანუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გარეშეც უმკლავდებოდეს. ძირითად შემთხვევებში სტატუსის მინიჭების წინაპირობა არის სხვადასხვა ჯანმრთელობასთან ან განვითარებასთან დაკავშირებული მდგომარეობის დარღვევა ან შეზღუდვა, მაგალითად ფიზიკური შეზღუდვა, ინტელექტუალური დარღვევა, სენსორული დარღვევა, ენამეტყველების და კომუნიკაციის სირთულეები და ქცევითი და ემოციური დარღვევა. თუმცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება იმაზე მეტ წინაპირობებს სტატუსის განსაზღვრის აერთიანებს თავის თავში, ვიდრე ეს მხოლოდ სხვადასხვა მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობით შეიძლება იყოს განპირობებული. ამიტომ შესაძლებელია რაიმე ტიპის სამედიცინო მდგომარეობა მოსწავლეს არ ჰქონდეს, რაც უკვე ჩვენ ვახსენეთ, მაგრამ მას ჰქონდეს სწავლის უნარის დარღვევა, ან ჰქონდეს გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ან სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეების სწავლაში, რომელიც ბევრ სხვადასხვა ასპექტს შეიძლება გულისხმობდეს თავის თავში და სწორედ ეს იყოს წინაპირობა იმისა, რომ მას შეექმნას სირთულეების სწავლაში და შესაბამისად დაუდასტურდეს შემდგომ უკვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. შემდგომი რაც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს ეხება ჩვენ სპეციალიზირებულ საკონსულტაციო მომსახურებას. ეს არის ახალი მიმართულება, რომელიც ჩვენი ცენტრის საქმიანობის სფერო მას შემდგომ გახდა, რაც მანდატური სამსახურს შემოუერთდა ინკლუზიური და სპეციალური განათლებაზე ზრუნვა და მხარდაჭერა მიმართულებით. შესაბამისად, ყველა იმ მოსწავლის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სმენის, მხედველობის ან კომუნიკაციის და სხვა ტიპის მრავლობითი სირთულეები და სწავლობდნენ როგორც რესურს სკოლებში, ასევე ჩვეულებრივ ტიპის საჯარო სკოლებში იღებენ ჩვენი ცენტრის მხრიდან მსგავსი ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას. ბოლოსკენ მინდა შევეხო იმ მნიშვნელოვან ორ მომსახურებას, რომელიც უკვე ვახსენეთ, ეს არის ინტეგრირებული კლასები და რესურს სკოლები. მოგეხსენებათ და აღნიშნეთ კიდეც, რომ მოსწავლეების საჭიროებები და შესაძლებლობები ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მიზანი არის ის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სოციალიზაციას
თანატოლებთან ერთად მათ საკლასო პროცესში გაკვეთილზე კლასში ჩართულობას, ინტეგრაციას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ იმაზე დიდი დროით გვჭირდება მოსამზადებელი პერიოდის გავლა და მოსამზადებელ პერიოდში ჩართული ადამიანების მხარდაჭერა, ვიდრე სხვა შემთხვევებში შეიძლება ეს იყოს განსაზღვრული. ამიტომ ჩვენი ცენტრი ახორციელებს, სახელმწიფო ახორციელებს პირველ რიგში ინტეგრირებული კლასების მომსახურებას და ამ სერვისის უზრუნველყოფას და მეორე მხრივ ჩვენი ცენტრი ამ მომსახურების ხარისხიანად განხორციელებაზე არის ორიენტირებული. ინტეგრირებული კლასი ეს არის კლასი, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები იღებენ დამატებით მომსახურებას იმისათვის, რომ მათი ეტაპობრივი გადასვლა, ანუ ტრანზიცია სრულად მოხდეს თანატოლებთან ერთად კლასში, ასაკობრივ კლასს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ ინტეგრირებული კლასი ეს არის დამატებითი სერვისი, დამატებითი მომსახურება, სადაც სპეციალისტები, ესენი იქნებიან სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები თუ საგნის მასწავლებელი, რომელიც შესაბამისი პროფილით არის სპეციალიზირებული, ახდენენ მოსწავლეთა მხარდაჭერას, ისინი ქმნიან გარკვეულწილად კლასის პირველ ეტაპზე იმიტაციას იმისა, თუ რა დახდება შემდეგ მოსწავლეებს მათ ასაკობრივ კლასში. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 11 კლასი თბილისსა და ორ რეგიონში, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებს ემსახურება. ასევე თბილისში გვაქვს ერთი კლასი, რომელიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ემსახურება. დაახლოებით 8 მოსწავლით განისაზღვრება ის მაქსიმუმი, რომელთაც ერთ კლასში შეიძლება სარგებლობდნენ მოსწავლეები და განმეორდები, რომ ამ კლასის მთავარი მიზანი არის ის, რომ აქ არსებული დამატებითი მხარდაჭერით მოსწავლეებმა შეძლონ ასაკობრივ კლასში ჩართულობა და თანატოლებთან სრული ინტეგრაცია. გარდა აუტიზმის სპექტრისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების კლასისა, ასევე ვემსახურებით ჩვენი სერვისი ხორციელდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს არის ზიაშვილის სახელობის ონკოჰემატოლოგიური განყოფილების ბენეფიციარების და ჰოსპისის პალიატრიული განყოფილების ბენეფიციარების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ცდილობთ, რომ არ დარჩნენ განათლების მიღმა და მიიღონ ამ მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სერვისი. და ბოლოს მომსახურება, რომელსაც ასევე ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის რესურს სკოლები. მოგეხსენებათ, საქართველოში გვაქვს სულ 7 რესურს სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რესურს სკოლაში სწავლობს, რესურს სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. გვაქვს სპეციალიზირებული მიმართულებით რესურს სკოლები, მაგალითად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის თბილისსა და ქუთაისში, ასევე მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის თბილისში, ხოლო ინტელექტუალური ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რესურს სკოლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავ, რომ პირველ რიგში აქაც ჩვენი მიზანი არის და სისტემის მიზანი არის, რომ თითეული მოსწავლის პოტენციალის შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და თუ მაგალითად რესურს სკოლაში პირველადი ადაპტაციის, პირველადად ფუნქციონირების შემდგომ ექნება შესაძლებლობა, რომ თანატოლებთან ერთად გააგრძელოს სკოლაში სწავლა, შეუძლია მას უკვე გადავიდეს მსგავსი ტიპის საჯარო ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ალბათ ძალიან ბევრი შეგვიძლია ზოგადად ინკლუზიურ განათლებაზე და მასთან დაკავშირებულ სერვისებსა თუ მომსახურებებზე ვისაუბროთ, უბრალოდ დღევანდელი მთავარი მიზნიდან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანი და რელევანტური ინფორმაცია შევარჩიეთ თქვენთვის. თუ არის შეკითხვები, შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ და დავაზუსტოთ უკვე სხვა ტიპის ინფორმაციები. ძალიან დიდი მადლობა ესე რაღაც ამოწურავი ინფორმაციისთვის. ბატონო, როგორც აღნიშნეთ, მანდატური სამსახური არაერთი მიმართულებით მუშაობს, ცდილობს მაქსიმალურად ეს სერვისების ასე ვთქვათ, შემუშავებაზე და განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული, ასევე ვადგენთ საჭიროებებს, როგორც უკვე ითქვა, სკოლებში და ეხლა საკმაოდ ესეთი მოცულობითი კვლევა ჩავატარეთ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სადაც მოვახდენთ საჭიროებების იდენტიფიცირებას და შემდეგ არა მარტო ჩვენი რესურსით, როგორც ცენტრის, არამედ სხვა უწყებაში არსებულ სხვა ცენტრებს, ასე ვთქვათ, სამსახურებს დაუგზავნით საჭიროებებს იმისთვის, რომ
შესაბამისი მხარდაჭერა იქნას თითოეული მოსწავლისთვის აღმოჩენილი. აქ იყო ესეთი სამი შეკითხვა, ერთი იყო ითხოვეს ცხელი ხაზი და მე თქვენ უკვე გაგიზიარეთ ჩვენი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი, ასევე იყო აქცენტი გაკეთებული, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით თუ არის შესაძლებელი გარკვეული შეხვედრების ორგანიზება, რა თქმა უნდა შესაძლებელი და თუნდაც დღევანდელი ვებინარი არის სწორედ ცნობიერების ამაღლებას ასე ვთქვათ უკავშირდება საზოგადოებაში ავამაღლოთ, ასე ვთქვათ ცოდნა მივცეთ და ცნობიერება ავამაღლოთ სხვადასხვა მიმართულებით და ვებინარების მთელი ციკლი გვაქვს დაგეგმილი და სექტემბრის დასაწყისში დავიწყეთ და ქონდა კომენტარიც იყო რომ ვერ მოვასწარი დავსწრებოდი სმენის მიმართულებით ვებინარს და თუ შეიძლება რომ ვიდეო ჩანაწერი გაგვიზიარეთო და ჩვენ წინა ვებინარზე ასე ვთქვათ ვიდეო ჩანაწერი განვათავსეთ ვეცდებით რომ ამ ვებინარის ჩანაწერსაც გაგიზიარებთ და ასევე მინდა აღნიშნო რომ ჩვენ პირველად დავიწყეთ პირველი ასე ვთქვათ ესეთი საჯარო ვებინარი ცნობიერების ამაღლების კუთხით ეს იყო ტრანზიცია სკოლაში რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ისეც არის ის სიახლე და ის მიმართულება, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ კანონმა აღიარა ზოგადი განათლების შესახებ და გახდა სავალდებულო თუ რას გულისხმობ მოსწავლის ტრანზიციაში, რაც ორი სიტყვით ვიტყვი ნიშნავს სახლიდან სკოლაში, ბაღიდან სკოლაში, ნებისმიერი სერვისიდან სკოლაში გადასვლას, უმტკივნეულო ორგანიზებულ დაგეგმილ გადასვლას და ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, რომელიც სკოლა ვალდებულია გარკვეული ინტერვენციის გეგმაც კი შეიმუშაოს, კომუნიკაცია გქონდეს მშობლებთან, კომუნიკაცია გქონდეს ბაღში, თუ რა ასე ვთქვათ, რა ცოდნით და უნარებით აღიჭურვა ბავშვი, რომლის განვითარებაზე უნდა იყოს შემდეგ სკოლა პასუხისმგებელი, როგორც უკვე ითქვა სმენის მიმართულებით ჩატარდა ვებინარი და ეს ციკლი მუდმივად ასე ვთქვათ გაგრძელდება და ძალიან გთხოვთ თვალყური ადევნოთ ჩვენი მანდატურის სოციალურ ქსელს Facebook-ზე, სადაც ეს ვებინარების შესახებ ინფორმაცია დაიდება. ასევე ტრეინინგებთან დაკავ ცნობიერების ამაღლებაზე ვისაუბრე და დოკუმენტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით იყო კომენტარი, სადაც ვითხოვთ მხარდაჭერას. ამ ნაწილში მე გაგიწევთ რეკომენდაციას, რომ უმჯობესი იქნება სკოლა მიმართოს მასწავლებლის სახლს, ანუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და გარკვეული შესაძლებელია ტრეინინგები ჩაუტარდეთ სკოლაში არსებულ მასწავლებელ დოკუმენტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით უფრო ესეთი ფუნდამენტური ჩარევა იქნება, რაც კონსულტაციისთვის ცხელი ხაზი გაგიზიარეთ და თუ რაიმე შეკითხვები გექნება და კონსულტაცია შეგიძლიათ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ჩვენც დაგვიკავშირდეთ და ამასთან დაკავშირებით მოგცემთ იმედია ღირებულ რჩევებს და რჩევებს. რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ინტერესი არის მაღალი. თუ საინტერესო იყო დღევანდელი ვებინარი, ძალიან გვიხარია, ასევე გავაგრძელებთ და შეგიძლიათ მოგწეროთ ის თემები, რომელიც თქვენი ინტერესის სფეროა და ჩვენ შევძლებთ ამის დაფარვას და დიალოგს თქვენთან უფრო ინტენსიურს, უფრო გაშლილს და უფრო დეტალურ თემებთან დაკავშირებით, მოხარული ვიქნებით, ნამდვილად არ დაგზარდებით, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ უკეთ იყოს დაცული თქვენი, ჩვენი ბავშვების უფლებები სკოლა გაძლიერდეს და ამ დიალოგის საფუძველზე მოხდება საჭიროებების უფრო ზუსტი იდენტიფიცირება და ჩვენ შევძლებთ უფრო სწორედ, უფრო ასე ვთქვათ გამართულ სისტემის აწყობას და განვითარებას, იმიტომ რომ ყველა მუშაობთ იმისთვის, რომ ბავშვის უფლება და განათლების უფლება იყოს დაცული. რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს, სალომეს, ბაიას და ნათიას. ისინი უდიდეს შრომას ეწევიან იმისთვის, რომ სისტემაში ყველა ეს მიმართულება ეტაპობრივად უდიდესი შრომაა ჩადებული
დამოკიდებული, არაჩვეულებრივი საქმეა, დღემდე მოტანილი, მაგრამ მოგეხსენებათ სისტემას განვითარება ჭირდება, ნებისმიერ უწყვეტი განვითარება, როგორც ადამიანური არის მნიშვნელოვანი, ასევე არის სისტემური განვითარება და თქვენი კომენტარები ასევე დაგვეხმარება იმაში და ის საჭიროებები თუ კი თქვენ თვითონ დაინახავთ და გაგვიზიარებთ, რომ უწყვეტი განვითარების პროცესში სწორედ ის საჭიროებებზეც ვიფიქროთ და ავსახოთ გარკვეულ დოკუმენტებში, რომელიც დაიცავს უკვე და გამართავს სისტემას და თითოეული ბავშვის ან სკოლის თუ მასწავლებლის უფლებას. რა ვიცი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა